სამივე ჩვენ გვაერთიანებს ერთი რაღაც. ანუ სამივე ვართ დამოკიდებულები. აი თუ არის დუშ ვიღებ და სარკეში ჩავიხე და შაას შევხტი. მეთქი ფუშენი. ელი ცხოვრება მალავდი რომ დამოკიდებული ვარ. ეხა ყვირი ვარ გიჟი თუ დამოკიდებული ვარ რა. მე გინდა გითხე ერთი ძალიან სამარცხენელს დამემართ რა. ძალიან ამაყი ვარ. ამაზე მგონია რომ ამას დიდი მიღწევა არ მაქვს რა. დანარჩენები ვინც ვერ მოახერხა შეწყვიტა იმათმა სუნთქვა შეწყვიტა. შენ თუ არ დაიჯერე, შენ თუ არ მოინდომე, ამის გარეშე ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, რომელიც ვიღაცა გიჩვევის რა. ვიცი რომ ჩემი საქმეა დღეს ვიყო ხიზე. ამიმართლა ძალიან რომ ცოცხალი ვარ. ჩავარდნის გეშინიათ? მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს პირველი გადაცემა, პირველი პოდკასტი, დღეიდან მოყოლებული მაყურებელს, მსმენელს შევთავაზებთ ამ წეგან ვიხმარე სიტყვა ინოვაციური და მარტო იმიტომ რომ უბრალოდ ჯერ არ ყოფილა რომ მთელი პოდკასტების სერია მიეძღვნება დამოკიდებულებას, გამოჯამთელებას. ჩვენ გვინდა რომ ამ პოდკასტების სერიით შთაგონება მივცეთ სხვა ადამიანებს, ვინც დღეს იტანჯება ამ დაავადებით და ასევე ვანახოთ გამოჯამთელების სხვადასხვა პერსპექტივა დავანახოთ ამ პოდკასტებში სტუმრად იქნებიან ადამიანები, რომლებიც პროფესიულ წრეებს წარმოადგენენ, ექიმებს, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია, როგორც დღეს თქვენ ხართ, ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ პრობლემით, დაძლიეს, დღეს აგზელებენ ცხოვრებას, იმიტომ რომ აი ამ რეალური ისტორიებით მგონია რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნება და უფრო ფასეული იქნება ის, რაც ვილაპარაკებთ. მოკლედ დღეიდან ვიწყებთ პოდკასტების ახალ სერიას და პირველი გადაცემის სტუმრები დღეს ძალიან მაგრად მიხარია რომ ხარ თქვენ, გიორგი, უნდა წარვადგინოთ ანუ გიორგი ყიფშიძე და მსახიობი ქვემოთ დაეწერება, ნიკა კოჩარავი და მუსიკოსი დაეწერება. მე ამ პოდკასტის წამყვანი სანდრო კაკულია, ჩემზე არაფერი არ დაწეროთ, არც მსახიობი და არც წამყვანი. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, სამივე ჩვენ გვაერთიანებს ერთი რაღაც. ანუ სამივე ვართ დამოკიდებულები სინამდვილეში და ყველაზე კარგი სტატუსი ჩემთვის საამაყოც შეიძლება ითქვას არის სწორედ ეგ, იმიტომ რომ წელიწად ნახევრის წინ ჩემ საკუთარ თავში აღმოვაჩინე რომ ისე მაგრად შემიყვარდა ჩემი თავი, ისეთი რაღაც გავუკეთე საკუთარ თავს, რაც აქამდე არასდროს არ გამიკეთებია. რა რეგალიაც აქამდე მქონია, არასდროს არ მიამაყია ისე მაგრად, როგორც ვამაყობ იმით, რომ მე ვარ გამოჯამთელებაში მყოფი დამოკიდებული ადამიანი. მოკლედ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დავიწყოთ მაშინ პირველი შეკითხვით, შენი ამბავი არის უფრო ცხელი. ანუ ცხელს გულისხმობ იმას, რომ ხო რაღაც სამითვე. და უკვე იყავი რამდენიმე გადაცემაში გნახეთ. მაგრად ვამაყობ, მინდა გითხრა, შენი ამ ამბით, აი ძალიან და წინასწარ გისურვებ წარმატებას ამ გზაზე, უბრალოდ მოდი მოგვიყევი, ეხლა როგორ ხარ და ვიცი რომ რაღაც ბოლო ეტაპი გაიარე, ჩამოხვედი რამდენიმე დღის წინ, იმიტომ რომ მე და შენ ვლაპარაკობდით, იქ ვარო ჯერ კიდე ეხა იქ მოყვე, უკვე მაგით დავიწყო ფინალით? ჩამოხვედი დაამთავრე, ხო უკვე? საერთოდ ყველაფერი დავამთავრე, აბსოლუტურად ბოლო წერტილი დავშვი და მოვიდა. წერტილი და კარგი. მაგ წერტილის დასვას თუ გინდა მიუბრუნდეთ, ხო? მაგას გემოვნებ, ბოლოსკენ მიუბრუნდეთ. კარგი, ბოლოსკენ მიუბრუნდეთ, მაშინ სუსტავიდან დავიწყოთ. რატომ წახვედი? იქ სადაც წახვედი და რა იყო შენი აი ეს რაღაც წერტილი, სადაც მივხვდი, რომ ეხა მე თუ რაღაცას არ შევცვლი, მე დავიღუპები. ხო. უყურე, ეგ ბეროთ უფრო ადრე გამიჩნდა ეგ ამბავი, რომ მე ხა თავს თუ არ უშველე, დამთავრებული ამბავია რა, ეს იქნება ჩემი ცხოვრება სამწუხაროდ და ესეთი გამოვასავლის გარეშე, იმიტომ რომ 4 ჯერ ვცადე. აი ეს რო წერტილი რო დაიშვა, მეთქი მორჭა უნდა შევცვალო რაღაცა, 4 ჯერ წავედი სამკურნალოდ, 4 ჯერ ვერ, ნუ არიციან რა, მოკლედ რა მკურნალოდ. ეს გამოსავალი და 180 გრადუსები, ეს არის მეორე ეტაპი. ეს ყველაფერი მე თუ მკითხა, უნდა იყოს ერთი სისტემის ორი ეტაპი არის. ჯერ ფიზიკური, მედიკამენტური გამოჯამთელება და მერე ფსიქოლოგიური.
ეს თუ ერთად არ არის და მე ჯერ აქედან გამოვედი და მე უნდა ვიჩვეო ფული რომ იქ წავიდე რომ ფსიქოლოგიურად დამეხმარო. აქ შუაში ამ ორმოში დიდი შანსია რომ ისე დაბრუნდე პირველ ეტაპზე, რომ მედიკამენტური დაგჭირდეს, იმიტომ რომ ის არის ძალიან ძნელი, ერთი კვირაც რო იყოს, გამოხვალ იქიდან. ფსიქოლოგიურად ხარ ნაცრისფერ გარემოში, შენი ჩვევები და რაღაცეები ისე თავისკენ გეკაჩებიან, რომ ტვინი გეუბნება რომ მოდი ბიჭო ხო ხედავ სულად ახლა ხო ხედავ სულად ახლა მიდი დაურეკე მეგობარს 30 ლარი შეკრიბინე როგორც არის ხო როგორც იყო მოგეთ აი ეს იმდენჯერ ცადე 30 ლარია 30 ისე თქვი რა დაგეკვა 30 ეხლა 50 არ ვიცი მაგრამ ეს რომ ვერაფერი მე ხელი ჩავიქნიე უბრალოდ ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ერთი ძალიან მე ესე მიწერია ჩემი მფარველი ანგელოზი ერთი ადამიანი რომელს გადაწყვიტა რომ საერთოდ საქართველოს უშველოს რა ამ კუთხით რა და სამოწყობო ააშენოს და გახსნას. და აი მეთოდიკით რაც ბიშკეკში არის. ხო. ჯერ ეს ფშილებში არის, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ხო და ამან თქვა ეგეთი რაღაცა, მე ყოფს გადავიხტე. შენ თუ გინდაო, მე შენო გიშველი. წამო და მე ვიხდიო. შენ რატო აგარჩია? შენი აზრით. როგორ? შენ რატო აგარჩია? აი იქ როგორ იყო? იმ ტიპმა იქ ვინც არის უფროსი რა. იმან უთხრა რომ ამის დასარეკლამებლად ჩვენ გვინდა ცნობილი ადამიანი, ვინც ის ყველა მისის იმ ქვეყანაში შენთან რომ ეს ნარკოტიკთან დამოკიდებულია და რომ აი ეს საჩვენებელი მაგალითი რო ვიყო რა. და შენი აზრით აი რაღაც შენ რთული შემთხვევა იყავი აი ძალიან რთული. ხო და აი რაში გამოიხატება ეს? შენ ესეთი სტაჟი. ხო, რამდენი წლიანი? 26. რამდენი წლის ხარ თუ არა სახე? 26-ის ვარ და 20 წლიდან მე არ მახსოვს და არც თვე არ მახსოვს რომ ჩამეგდოს. აი ჩისედეს პერიოდში მქონდა კოდი ჩაყენებული და ერთი წელი მაშინ მქონდა რომ არ შეგოდი და ისიც ერთი წელი ბოლომდე ვერ გავხსნა. და სხვადასხვა ნარკოტიკს მოხდა. აბსოლუტურად სხვადასხვა, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში თუ როცა გაიჩნდა ის მოკლედ მეტადონის პროგრამა და სუბუს პროგრამა, ასე ჩანაცვლებით დავხვდოდი აქეთ. კარგი. ისე ეგ საინტერესოა შენი აზრით, თქვენი აზრით, ანუ ვინ რა ნარკოტიკს მოიხმარდა? საინტერესოა იმდენ რამდენადაც იმის გადაგდების მეთოდები იცვლება რა, სხვადასხვანაირი არის. ხო. და მე თუ მკითხავს ერთ-ერთი ყველაზე რთული რომ და ჩვენთვის ჯერ აღქმული არ არის, ეს არის ალკოჰოლი. ხო, ალკოჰოლზე კიდე ცალკე ვილაპარაკე. ყველაზე რთულია. ყველაზე რთულია და ატომას ამას ზედაპირულად უყურებ. ანუ მოდი ორივესთან მექნება ეკითხვა რა, როგორ მოხდა აღიარება თქვენს ცხოვრებაში საკუთარ თავთან, რომ გაქვთ პრობლემა და ხარ დამოკიდებული. და ეგ ხო ისეთი აღიარებაა, რომ მე აღარ იცვლება რა, ანუ აი რომ მივხვდი, რომ საბოლოოდ რაღაც საკუთარ ნაძინია უნდა დააღმოჩნდე რა გარჩე. ხო და აი ეგ ეპიზოდი რო გაიხსენე კონკრეტულად მოგ. ნუ აი ტუალეტში დუშ ვიღებ და სალკეში ჩავიხე და შააში შევხტი. რა თქი ფუშენი ფუ რას გიხარ? ფუშენი ვუშენი დედა. რამდენი ხნის წინ იყო ეგ? 4 წლის. არა რა 4 წლის. ცოტა მეტი. 5 წლის. და აი დანარჩენი ეს 5 წელი იცხოვრე უკვე მაგასთან ერთად. ხო, აი მაგას სარკეში ვერ ვეყურებოდი. შენ შემთხვევაში? ჩემ შემთხვევაში ერთი 20 წლის წინ მივხვდი. მართლა. ანუ მე აქ სადღაც 22 წლიანი სტაჟი. კაჩე, ამ 2 წელი, აი პირველი წელი არის, მაგრა გულაობ რა და მე ხვდები რომ რაღაცა უნდა გაჩერდე, კაროჩე რა, ცოტა უნდა დაატორმოზდა. ერთი წელი რომ მივხვდი რომ ვერ ვატორმოზებ, კაროჩე რა. გადაგ თავიდან მარტივია რა, გადაგდება და ეხლა ნუ ლომკა გადაგაგ მარტივად რა, პატარა ხარ, არაფერი რა, შეგიძლია მე ეგრევე თავიდან იწყებ. მე კიდე გადაგე თავიდან. რაღაც დროს მივხვდი რომ თლათ ეგრეც არ არის, კაროჩე რა, გასაგებია გადავაგდე ერთი კვირა ფხიზელი ვარ, მე თავიდან ვიწყებ. ანუ მავიწყდებოდა ვაფშე რატო გადავაგდე რა. იმის მე დაჟე იმ დღეს ვიპოვე სიმღერა მაქვს 2003 წელს ჩაწერილი, რომ აი ვიღაცას ვევედრები, რომ აქიდან გამომიყვანე. ანუ აი რაღაცა ხო ის ძალიან ისეთი სიმღერა არის, რომ ანუ სულ დღეში ვარ, კაროჩე რა. იმის მერე ჯერ იყო ნუ აი აღიარება, არ აღიარება, მერე რაღაც დროს ახლა უკვე პროგრამებში რო ვიყავი პროგრამაში, მივხვდი რომ ნუ მეთქია ეგ არის რა. всё რა მოკვდები პროგრამაში რა. ეგ იყო აი ეგ ქონდა და იცი ისი მეშინო და ძალიან სასაცილო იყო. ეხა არის სასაცილო ამ გადმოსახლება.
ომის დაწყების მეშინოდა. რო ეს არ დაიკეტოს აზე ხარ. ხო, აი ეგ არის შენც. კი. ხო და პროსტა გზა არ არსებობდა რა. დაიგინე, დაიფიცე, მე ვიფიქრე ბავშვი გამიჩნდება, всё გავჩერდები. ნუ ვერ გავჩერდი. მეთქი მეორე დამიჩნდება, გავჩერდები, ვერ გავჩერდი. კოდი ჩავიდგი, ვერ გავჩერდი. მეორე კოდი სულ დაჭრილი მაქვს მთელი ზურგი. დაკოდილი ვარ, იმენა მთელი ზურგი მაქვს. ეხა აი სიმღერა რო ახსენე, მივხვდი რომ აი ორივენი ხართ რაღაც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები. ნარკოტიკსა და ხელოვნებას შორის რა კოჰაბიტაცია არსებობდა და რამდენი ხნის განმავლობაში გეხმარებოდათ ნარკოტიკი კარიერაში, თქვა. ბოლო, აი ნახე, ნარკოტიკი, კი არა, ხელოვნება თან ცუდი რაღაცა არის რა. მე რო პროსტა ნარკომანი ყოფილიყავი, გამაგდებდნენ სახლიდან და ვაფშე არავინ მეგობარი აღარ დამშევოდა. ესე მოსული პონტი იყო იასნია, ეხა ეს ნარკომანი უნდა იყოს მუსიკოსია რა, ანუ ეგრე მიღებულია რა, ჩაოლებრივი პონტი იყო რა და ამისთვის მოსულა. თან მე ის მქონდა რომ არასდროს არსად არ ვაგვიანებდი, საქმეს არ ვაფუჭებდი და ფეხებზე არ კიდიათ, ეხა თავარია დროზე მოვიდეს და თავის საქმე გააკეთოს რა. კაი და აი უშუალოდ რაღაც შექმნაში გეხმარებოდა? შექმნაში მაგას მივხვდი მე რა, მე მაგრამ მეშინოდა, რომ მეთქი რომ გამოვხიზდები, ვერაფერს ვეღარ გავაკეთებ თქო. და რეალურად ეგრე იყო პირველი რამოდენიმე თვე, იმიტომ რომ იმდენად გამოჯანმრთელებაში ვიყავი, რომ მუსიკა რაღაცა ვულგარული მეჩვენებოდა და რომ მეთქი ამითი როგორ გავისვრი ხელს, მაგრამ ნუ იასნია მე დაბრუნდა ეგ ყველაფერი. მაგრამ ნახე რა იყო. ეხლა აი ამ თითქმის 3 წლის მანძილზე იმაზე მეტი მაქვს გაკეთებული ვიდრე წინა 20 წლის მანძილზე. წინა 20 წლის მანძილზე რა იყო საჭირო, იცი რომ ის მაძლევდა პროსტა ფიზიკურ ენერგიას მაძლევდა რა. მე ჩემზე ნარკოტიკი აი იგივე ისე ოპიატი რა, მოქმედება დოპინგი იყო, ზოგი ხომ ესეთი შეიძლება და ჩემთვის იმნა მაგიჟებს კარში და მაგაზე მუშაობდი, თორე რეალურად ინსპირაციის წყარო არ არის. უბრალოდ გამძლეობას მაძლევდა. მაგას მივხვდი, იმიტომ რომ რეალურად არაფერი არ შეიცვალა და უფრო მეც ვაკეთებ რა ეხლა რა. შენ ვიცი რომ მე მეტადონის პროგრამიდან რომ მოვდიოდი, ვიწყებდი პილესოს ვიღებდი და ვიწყებდი დაალაგებას. იცი ხო იცი, სადღაც გავიგე რომ ეგ ერთ-ერთი ნიშანი არის, ტიპი დამოკიდებულია თუ არა რა, ესე რომ მოქმედებს. ხო და ეს ნიშანია, როცა ეგრე მოქმედებს, ანუ ესე იგი უფრო აქტიური ხდები. ხო აი ჩემზე, კი არა ვიჯექი და ვაკიმარებდი, მე პირიქით საქმის კეთება მისწორდებოდა მაგ დროს. აი დაალაგება, მიხდი ჭუნჭელი ვესხავდი, მე პროსა ბავშვებმა გადამიყვანეს მაგ მოდი, აი სულ თავიდან დაუბრუნდეთ რა. აი პირველი მოხმარებიდან 20 წლის წინანდელ ამბავში. შენი აზრით შენ რატომ დაიწყე მოხმარება? იმიტომ რომ უბანში ყველა მაგის ქვეშ იყო და მე ძალიან გვიან დავიწყე იმათთან შედარებით, იქ ჩემ მეგობრებმა ზოგმა 15-16 წელმა დაიწყო, ერთმა 14 წლისამ დაიწყო, წარმოიდგინე. მეტი 20 წლისამ. ეს 6 წელი სულ ჩემგან ლანძღვა მედიოდა, იმიტომ რომ მე სპორტსმენი ვიყავი, რომ მოცურვაზე და მოცურავი ვიყავი, თბილისის ჩემპიონი, რაღაც სურვაში კარატეზე დავდიოდი რაღაცა, და სპორტული ტიპი ვიყავი. პროსტა ისე როგორ იყო, ჩემთან ან გელი იყავი, ან კრავი, ეგ პერიოდი. უბანში კიდე ვიღაც არ იყო, რომელიც ერთად მოიხმარდით, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე იმან შეწყვიტე მოხმარებას, შენ მაინც გააგზავნე. არა. შეწყვეტა მხოლოდ მე მოვახერხე, გიგენ დაიჯერე გინდა და ისიც ეხლა. დანარჩენები ვინც ვერ მოახერხა შეწყვეტა, იმათმა სუნთქვა შეწყვიტეს. ესეც რაღაც პონჩი ის იყო, რომ ძალიან ბევრი დავკარგე რა, გარშემო მხოლოდ ნარკოტიკის ხდებოდა ზედოზირების გამო რა. ძალიან ბევრი ზმაკაცები ჩემთან იყო, არ არიან ცოცხლები. გამიმართლა ძალიან რომ ცოცხალი ვარ. დამოკიდებული შენ ნარკოტიკზე იყავი, ანუ შენთვის დამოკიდებულება ნივთიერების მოხმარებასთან ასოცირდება? სისუსტესთან ასოცირდება. ურეჟიმობასთან ასოცირდება. ანუ შენ რო სხვა უბანში გეცხოვრა? არა, მაშინ ყველა უბანი ეგეთი იყო. 90 ხო წარმოვიდგინე 77-იანი იყო. შენ რო დაბადებული ყავი 95-ში. 95-ში რო დაბადებული ყავი. 95-ში რო დაბადებული ყავი, უფრო რაღაცა კლუბურზე ვიქნებოდი მე. ხო, მაგრამ მაინც იქნებოდი. არა, მაინც გატოვთქი, არც ვიცი ეხლა. იცი რა, მაშინ მოდა იყო, მაშინ აუცილებელი პირობა იყო ნარკომანი ყოფილიყავი. მაშინ გოგოებსაც კი მოწონათ ყიმარა ტიპები, რატომღაც. კი ბატონო. ხო და ეხლა გოიმობა, ეხლა სიცხულია, ეხლა ტეხავს. მე ესე ხედავ რა ვიცი. კი, შენ შემთხვევაში? ჩემ შემთხვევაში როგორი რაღაცა იყო, იცი, აი ძალიან უცნაური, აი შენგანაც მაინტერესებს. პირველად რო გავსინჯე, კი არ გამისწორე. არა, სულად გავხდი. ცუდად გავხდი, მაგრამ აი იმდენი ვქენი სანამ არ გამისწორდა, კაროჩ. აი იმი ძალით ვქენი რა და ეგ მაფიქრებს იმას, რა გასინჯე პირველად? ოპიატი.
ანუ პირველად მოსაწევი, მაგრამ მე ნუ ოპიატი, ხო, მაგას გამიზღვა არ ვასახელებ, ხო რა. ხო და იცი რა იყო, რომ ბიჭო თან ძალიან მორცხვი ვიყავი რა. და ამან უსე ხო რაღაცა მივხვდი რომ გოგოებს ველაპარაკები რაღაცა. ხო, ერთ-ერთი ამას მნიშვნელობა აქვს. ხო რა. დიდი მნიშვნელობა აქვს, კი. და გამხსნა, ხო იცი რაღაცნაირად ტყუილი გახსნა გაიჩითა რა, კარგი და თან აი რაც გიორგი თქვა რა, გოგოებმა ხო იცი უცებ ვა, სხვანაირად შემოხედეს გოგოებმა რა. ანუ მომღიმარე რომ ვიყავი, არ ევასებოდათ რა და უცებ ესეთი ტიპი რომ გავიჩნდე მომიცუცქდნენ რა და ხო მისტიკას ხედავდი თუ არ ვიცი წარმოუდგენელი bad boy რა იგი ხო ევასებათ რა გოგოებს განსაკუთრებით ადრეულასაც მეგობრებო რა დაკარგე მოხმარება აი მოხმარება რა დაგაკარგვი აუ ძალიან ბევრი როლი დამაკარგინა ნდობა იქიდან ჩემს მიმართ ძალიან ბევრი შეიძლება მე არც ვიცი რამდენი კინო და როლი დავკარგე და თეატრში როლი დავკარგე ან დანაკარგები კარიერაში უამრავი ურთიერთობებში თითქმის ყველაფერი ხო ყველაფერზე ზეგავლენა მოახდინა ყველა შოუთან ყველა ძალიან ბევრი რამესთან რომ მაგრამ რაღაც გამოცდილება და რაღაცეები ზოგი ჭირი მარგებელიას დამემართა აქამდე მომიყვანა რაღაცნაირად რა კაი და შენ რა დაკარგე ანუ ფიზიკურიდან დაწყებული თქვა სულიერ დამთავრებული შენი დანაკარგები რა არის ხო გეუბნები ძალიან ჩემია ის როლები ჩემია რა და ნდობა რა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი როგორ გიყურებს და რო გიყურებს ცოტა ისე რომ რაციონი ტიპი ხარ იმისთვის იმას არ უნდა რომ თავის შვილი გავდეს შენ შულს ცოტა უტყდება შენი არსებობის ცოტა ტეხავს რა ძალიან ტეხავს მაგრამ არ იმჩნევ იმიტომ რომ ესო შეიმჩნევ და გადახდე თავი მოიქვა ანუ აი ეს ხუების დამოკიდებულება რა სოციუმის მომხმარებელი ადამიანის მიმართ მაგას ქონდა გავლენა იმაზე რომ თქვენ გამოჯამთელება გადაწყვეტეთ ანუ კი რა თქმა უნდა ხო რა უცხო ადამიანებისაც კი უცხო არა აი ოჯახის წევრები რა ეხლა რომ რაღაცა ეხლა არ მინდა დავკონკრეტნე მაგრამ ნუ ეხლა რაღაცა მეათეჯერ ერთ და იგივე პრობლემა რო გაქვს დიდი ოჯახში ეხლა მეათეჯერ და უკვე უტრაკო და უტრაკო ტიპის დაბაჯებას ტოვებ კარგი რა ბოლო რა აი ამას გეწყია ხო ის ხო და აი მაგას რო გეუბნებოდნენ ან როცა გეუბნებოდნენ რომ თავი დაანებეო აი გახსოვს რას გზნობდი სირცხულს გზნობდი ყოველთვის აუ ისეთი სირცხულია ჩემი თავი მეზიზღებული კაცი ვინც იცოდა რომ დამოკიდებული ვარ იმასთან წყვეტდი ურთიერთობას ყურმულს აღარ ვიღებდი რა აი რომ მეუბნებოდა რომ რაღაც დაგეხმარები თუ გინდა აღარ ვიღებდი ყურმულს რომ იცის იმ ტიპმა ვინ ვარ რა კაცი მთელი ცხოვრება მალავდი რომ დამოკიდებული ვარ ეხა ვყვირი ვარ გიჟი თუ დამოკიდებული ვარ რა გამოფხიზლების მერე ხო აი მაგას რატო აკეთებ ჯო რატო აკეთებ მაი შენი შესავალის არ იყოს ძალიან ამაყი ვარ ამაზე მგონია რომ ამას დიდი მიღწევა არ მაქვს რა ხა შვილებს მუსიკას რაღაცას არ გულისხმობ ხო და აი ჩემი პირადი რაც მე ეთქლად ბოლომდე ჩემ დამსახურებათაც არ აღვიქო მაგას რა აი რო იკითხე რა დაკარგეო რა აი ის ყველაფერი რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში ცუდი ღირდა იმათ რომ ეხა ვიყო აქ სადაც ვარ რა ხო რაღაც პონჩი მესმის ასაო კი ბატონო ტოპ 3 რაღაც რაც ყველაზე ცუდი მოხდა შენ ცხოვრებაში მოხმარების გამო არაფერი არ მახსოვს რა ცუდი რაღაცები როგორ არ მოხდა ხა ფიზიკურათაც სულიერათაც რავი ხა ამე ვიჯექი ტიროდი იმიტომ რომ ხვდებოდი რომ всё აი ეს ვარ კაროჩი აი მთელი ცხოვრება ვიზეც გული მერეო და ის ტიპი გავიჩითე რა გიტირია შენს მე გინდა გითხე ერთი ძალიან სამარცხენო რას დამემართა ტირიოს სირცხულია არა ტირიოს დღემდე ტირია ვარ რას ლაპარაკობ გას ვაფშე არ მერიდებ მაგას არ გადავეჩვი ტირი ვარ ეხლა ოღონდ სხვა განწყობი და სხვა ხო რა თქმა უნდა სხვანაირად მიჩუქდება და მაშინ ამოწყობულად მიჩუქდებოდა ყველაფერზე ისე დამემართა რაც ხელძახს ვიღებდით მოკლედ ერთხელ ბატონი ჟანრი სასტავი გადაგედა ტექსტები ბევრი რაღაცა და ძალიან ლონკაში გავიჩითე და მივედი ზაზასთან და მეთქი აი ისტერიკა დამემართა რომ არ შემიძლია და სანამ არ მივიღებ დოზას მანამდე მე ხა ვერ გადავედით რა კაროჩი რა და ზაზამისი მახსოვს რომ
ერთხელ გამიტარა, აი ეხლა თამ შეიკავი თავი და რაღაცა და მე რომ მიხდო რომ მართლა ამას ვაკეთებ, გამოვიდა ესე გააჩერა ტიპები ამას აკეთებენ, განათლებას აკეთებენ, რაღაც შველიძე, რაღაცა ხუხტები, გიორგა ბერიძე და რაღაც და სპორტ მოკეთო ხალხო, სიტყვილა იჭალეთო, აი ჩვენმა მსახიობმაო, კაროჩეო, აი დიდი პადუშკა დაგვიდეო და ბატონო ჟანრი უკასავად შეგაწუხეთ დღეს სახში. ბრუნდების გადაღება გადაიდო დღესა და ესე დააგდოს სცენარი და გავიდა და როგორ გამოვიდა და შემცხვა. არავის ხმა არ მოუღია, ყველამ ესე გამომხედა რაღაცნაირად რომ ანუ ფუ ამის ნარკომანი დედაც აი შეგზნება იყო და ძალიან აი ეგ სიცხვილი შეგზნება ძალიან დიდი დღემდე მომყვება. ხო მოყვება, მაგრამ მოხმარება ხო მაინც გააგზელე. კი, ეგეთი რაღაცები რომ ეხმარებოდეს მაგას. ხო და აი შენი აზრით რატო ხდება და რა აძლევს დამოკიდებულ ადამიანს რა მაგის საშუალებას რომ აი გადააბიჯოს. ეს გამოთქმა რო არის რომ აი რაღაცა დედასაც გადააბიჯებს და ვიღაცას და აი ქიმიურად გადაგიბიჯები. შემილია აუხსნა რაზე შევა ცხარ წამსვლელი დოზის გამო ადამიანი. ხო და აი რაზე? ყველაფერზე, იმიტომ რომ ის იმხელად ყიულს და იმდენად სუსტი ხდები, იმდენად ვერ ეწინააღმდეგები ამ შენ მოთხოვნილებას, იმიტომ რომ ქიმიურად შენი მთელი ეს რაღაცები, მოგეთ რას გაგაჩნია, მინდათ ბლაგდება და ხელოვნურად მიღებაზე ხარ გადაჩვეული. ხელოვნურად იღებ ბედნიერებასაც, სიამოვნებასაც, აი ამ ქიმიურ რაღაცა კომბინაციაში შედის, რომელსაც ნემს, რომ ეს ყველაფერი შენ აღარ აგაკ და ამის გარეშე ხარ გათლილი ნერვები რა. აი ბზდენებს ირწმენინები რა. ყველაზე ბედნიერი საკუთარი თავი რომელ წლებში გახსოვს, ანუ აი შენ როდის იყავი ყველაზე კარგად. მე ცეკვა ვარსკვლავებით დროს. აი და ყველაზე ჯანმრთელი ვიყავი და ყველაზე ჯანზე ვიყავი და ყველაზე კარგად გრძნობდი თავს. მაგრამ ერთად მოიხმარდი მაინც. არა, მაგ ერთი წელია ჩვენ ჩსდ-ს პერიოდი პარალელურად ხდებოდა. ეგ ერთი წელი იყო გახსოვს ეგ პერიოდი? რა წლებია? ეს 3 წელი. ეს 3 წელი. მანამდე წლებში, წარსულში? მანამდე წლებში ესე არ მახსენდება ეხლა რა, ეხლა სულ ყოფილი ვარ კარგად და ცუდათაც ყოფილი ვარ და თან ხო იცი ხა დამოკიდებული ხო ერთ დღეში შეიძლება ძალიან კარგად იყო და ძალიან ცუდათაც იყო რა. კი კაცო, ზირთად. ხა ყველაზე კარგად ეხლა რა თქმა უნდა რომანტიკულად ესე მახსენდება პირველი წლები რა 20 და რაღაცა 2-დან 25-მდე რომ ბიჭები ქალაქში და აი მთელი ამბავი რა ახალგაზრდა ხარ და კაროში შენია რა ქალაქი რა. აი ეხა ის შეკითხვა რაც გეროის დაუსვი რა შენს რომ იპასუხო. შენ ფიქრობ რომ თუ არ ფიქრობ რომ შენ ყველა ვარიანტში მაინც რაღაც დროს დაიწყებდი მოხმარებას. თუ სხვაგარო დაბადებული ყავი და სხვა გარემოში და ნარკოტიკი არ ყოფილიყო, შეიძლება არ ქონოდა ეს პრობლემა. ხო გითხარი რომ აი მორიდებული ვიყავი რაღაც. ანუ ეს იყო ჩემი დამოკიდებულების გამოვლინება ერთ-ერთი რა. ისეთ დისკომფორტში ვიყავი ჩემ თავთან, რომ ან რაღაცა ქიმიურ ნივთიერებაზე დავждდებოდი ყველა ვარიანტში, ან რაღაც ცოლს მოვკლავდი ადრე თუ გვიან. ხვდები, ანუ რაღაცა საშინელებაში გადაიზდებოდა ეგ რა. გამახსენდა შენ რომ პირველად გიტარაზე დავუკარი ძიმა დადიანთან რაღაცა აკორდებს გასწავლი და იმისა ქვია ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი რო იყო, გახსოვს? მარგარიტა დადიანთან ამოედით შენ და ბაკურა ბურდული. შენ იყავი მან? მართლა? კი და შენ ძალიან პატარა იყავი და 3 აკორდი ისოდი და ბაკურა გიხსნა ესეო და დენდი და პირპიზად. 1 ღმერთი 2 ღორი და ოქროს კბილი და ცაცხვი ერქვა ჯგუფს. გიჟობა იყო რა პატარა იყო. ეს რა ქვია? ანუ მეხსიერება შევარდნები გააქვთ? კი, ხო და რაღაცა შეიძლება გაგახსენდეს ძალიან სიყრმიდან და რაღაცა არ გახსენდება. ეგ ნორმალურია. კიდე კარგად ავარ შენახულები. ეხლა გადავიდეთ თვითონ თავის დანებების ცდილობებზე რა, ეგ ძალიან საინტერესოა. პირადი ტანჯვები, რომელსაც ადამიანი გადის იქამდე სანამ სხვის დახმარებას მიიღებს რა. აი შენ მოყევი, რამ ცდილობები ქონდა რომ თავი დაგენებებინა? თითქოს საკუთარ ნაჭურში როცა ხარ, აი ამას ახლა მე მივხედავ, მე ვიზავ, მე გადავაგდებ, დეტოქს მე ჩავიტარებ. აი ეგ პერიოდი რო გაიხსენო და რატომ თავდებოდა შენი აზრით ეგ ცდილობები უშედეგოდ? აი მაგალითად პირველი ცდილობა იყო რაღაც გერმანელები მიიღებდნენ რაღაც ფილმში, მე და თამრებზე ავთამაშობდით, სვანეთში წავსულიყავით და ჩამოვიდნენ მეთქი ამ მდგომარეობაში შანსერა და ეგრევე ამოჩენს. კაროჩ სახში უთხარი რომ მეთქი ეგეთი პონტია და ამ დარხეული მაგ დამაწვინეს, მაშინ
ინცზე ვიჭიქი. კონკრეტულად ეგეთი პრეპარატი არსებობს. ჯარეკილი მქონდა სულათი და სამოწყობაში ორი კვირა ვიწექი. მახსოვს და გამოვედი, ძალიან დამეხმარა ეს თვითონ მარშბრასო. რა, რო სვანეთში წამიყვანეს და იქ რაღაცა და კანადელი მსახიობები პატარა რომანტიკი გამიჩნდა რაღაცა და რა ახალგაზრდა ვიყავი და გამოვძვერი ადვილად. აი რომ გამოვძვერი ადვილად, ამან მე დამაიმედა რომ ეს აქედან გამოძრომები მე ადვილად შემიძლია და ასევე ადვილად შევძვერი უკან. იმიტომ რომ ფიზიკურად ის სასიამოვნო მომენტია და რატომაც არა, ახალგაზრდა ხარ, არ გონია რომ ყველაფერი ცუდად მიწავა. ჯერ იმედები წინ ცხოვრება გაქვს რა. მე რაღაც პერიოდი ისე ბრახტა აღარ მახსოვს, ერთი 10 წელი არ მახსოვს ისე დონეზე кайფობდი და იმდენად დაყვინთავებული ვიყავი რომ აი მეხსიერებაში შავარდნები გაქვს რომ მეკითხები. ნუ აღარშები არ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანი წლები მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების. მე არის შიგნით რაღაც მომენტები, ეჩიცილდა შემოწოდა მიხდით, გაფსკობ ადგილები ამოვარდნა და ამონათებები სიფხიზლის. თორე ჩაღუნული თავის გავიდა ერთი ამ საინტერესო 10 წელი ისე დავკარგე. ძალიან უცნაური ხე შენ რომ ამბობ რომ კოდზე კარგად იყავი რა. მე ვიყავი ყველაზე უბედური ცხოვრებაში, როცა კოდი მქონდა. მე მჯეროდა ამ კოდი თავის მოტყუებაც იყო. არა, იცი რა არის, კოდი მქონდა რა, მაგრამ იცი რა, ფხიზელიც ვიყავი, მაგრამ უბედური ვიყავი, იმიტომ რომ ანუ არაფერი არ შეიცვალა, просто ვეღარ შვები. ჩემთან შეიცვალა და შეცოდა გამეჩნდა ცეკვავი ვაშტოები გამე ჩანაცვლება არა, მოხდა. ეს გასაგებია, მაგრამ გარეთ შეიცვალა რაღაც, შენში ხო არაფერი არ შეიცვალა. მე მინდოდა გადაგდება რა, შემო რაღაცები პონტი იყო. რის გამო გინდოდა? ცოტა, იმიტომ რომ არა მიუღებელი ტიპი გავა. ხო, გასაგები. კაი, ეხა უნდა გადავიდეთ იმ მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელსაც გამოჯამთელების პერიოდი ეწოდება. და თქვენ ორივეს გაქვთ გამოჯამთელების სხვადასხვა სისტემაში ხართ გავლილები. და მინდა რომ ეხა აი ამ ორ განსხვავებულ გზაზე ვისაუბროთ, თქვენი პერსპექტივიდან დავანახოთ მაყურებელსაც, გავუმართოთ დისკუსია, იმიტომ რომ რამდენიმე გადაცემაში რომელსაც შენ იყავი რა, მაგალითად ვახსენებთ გიორგის პოდკასტს, ხო? არასერიოზული კაცის პოდკასტში. იქ ამბობ ეგეთ რაღაცას. საქართველოში რამდენჯერმე ვიწექი და ამ წყოლის პრობლემა რა არის? რო გამოდიხარ, მე არის პრობლემა რა. რა მე აი მე არის სიცარიელე, მიუჩვეველი შენ მიჩვეული დრაგის ქვეშ ცხოვრებას. ხო. და რო გამოდიხარ ფხიზელზე, ვერაფერს ვერ აღიქვავ, დეპრესია გეჭირდება და ვეღარ ერგები რა, სოციუმში ვერ ეწერები. მაგაც რატო არ ითვალისწინებს თვითონ რეაბილიტაცია? იმიტომ რომ პოსტ ტიპი არ გააჩნია. აი აქ რო არის 180 გრადუსი 12 ნაბიჯი ხო არის? ხო და მაგაც იმაზე აღარ ფიქრობენ რომ აქედან ადამიანი რო გავა. არ ფიქრობენ რა. შენ გიცდია? აი რაც დაასახელებ მერე პოსტ რეჰაბი და ყოფილ ხარ ანუ საქართველოში რეჰაბში? არა, მითხრეს, მაგამდე ვერ მივედი, მაგას ზუსტად მან დავა. ხო და უყურე, ისე რა ქვია, სიმართლე რო გითხრა, სანამ მან წახვიდოდი, რო გავიგეთ, რომ მიდიოდი. მოკლედ გამოსავალში შენ დას ველაპარაკე, ლენკოს დაურეკე რა. ანუ რო გავიგე რა შენ გინდა გადაგდება და თავის დანებება, ეგრევე, ანუ რა პრობლემაა თქო და ანუ 3 თვით თუ რამდენი თვეს დაგჭირდებოდა, რა თქმა უნდა სრულიად უფასოდ გამოსავალში, გარჩე რეჰაბში გავუშვა თქო რა. მაგრამ მედიკამენტურად გაგდებინე. არა, ანუ დეტოქსის მერე არის რეაბილიტაცია, მეგობრებო. ხო. მოდი, თქვენ მაგაზე ილაპარაკეთ და მე შემოვალ მეორე. და ისე წახვედი, რომ მოკლედ ვერ მოვასწარე ამის თქმა რა. ამიტომ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ თქვა ნიკასთვისაც რა. ეს ანუ აქამდე შენი გამოჯამთელების მიდგომა ცნობილი ჩემთვის ზოგადად იყო რაღაც, იმიტომ რომ რა 90-იანებიდან გვესმოდა ბიშკეკში არის ხო? ბიშკეკში გამოჯამთელება. მაგრამ რეალურად ჩემს თვალწინ რა სასწაულებიც ხდება ეხა ერთადერთი ყველაზე ფასეული სასწაულები და მათ შორის საკუთარ თავზე გამოცდილით არის რაღაც დეტოქსის შემდგომი გრძელვადიანი რეაბილიტაცია, რომელიც გამზადებს გასწავლის ახალ ცხოვრებას, მათ შორის 12 ნაბიჯის პროგრამა, რომელშიც მუდმივად ეხაც ვარ ჩართული. აი მოდი გვითხარე აღწერე მოკლედ, იმიტომ რომ ბევრგან ილაპარაკე, თუ გინდა გზად ილაპარაკე, რა არის ეს მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენთვის ცნობილი იყო, წავედი ბიშკეკში, კომა გაიკეთა, რაღაც საშიში რაღაცა, ტვინზე ოპერაცია, ხო? და ამას გარდა
რამდენიმე მაგალითად ჩემს ირგვლივაც არის, რომელიც ადრე არის ბიშკეკში ნაპყობი, მაგრამ რო ჩამოვიდა მე ისე მოხმარება დაიწყო. და ეს კომა ესეთი საშიშია თუ არა მართლა, შენს მაგალითზე, ანუ პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ეს ცოცხლად ვილაპარაკები, იმის გარდა, იმიტომ რომ იგი იყო რაღაც 18 წლის წინ გაიკეთა რა და მე უბრალოდ დაბრუნდა მოხმარებაში. რატომ ფიქრობ, რომ რაღაც 12 ნაბიჯმა შეიძლება ისე ვერ გაამართლოს, როგორც თქვა მაგარი? ჯერ ესე დეტოქსი შედის ეს კომა არის დეტოქსი. ოკეი. ანუ კომა ქვია და ჟღერს საშიშად, თორე რესტარტზე უკეთებენ შენ ტვინს. ახალი ნეირონები და ახალი ხაზები ხო იჩითება თავში, რომ რაღაცას ეჩვევი ადამიანი, იქ თავში ფიქსირდება, ფიქსაცია ხდება. ქვეშნობიერი და უკვე ჩვევაში გადადის, როგორც კვირის გახეხვა, ხო? ამის გაკეთება. აი, მართლა როგორი პროცესი, წვები საოპერაციო. წვები, რაღაცას დაგალევინები და მე არ მახსოვს რა. და მე 3-4 საათს მე მოვდივარ, აზზე ოღონდ ვერ ხედავ კარგად და არ მახსოვს რაღაც მოკლე მეხსიერება მეჩნდება. აი, რაღაცის მოყოლა მინდა შეთავ, მაგარი რაღაც მოგიყვე და უშუალოდ არ მახსოვს რა უნდა მოყოლა. აი, მივხვდი ეგეთ დონეზე დებილდები. ოღონდ ეს 6 კომის მერე ეს ყოველ აღდგეთ თავიდან იწყება, რესტარტი კეთდება ტვინის. რაც არასწორი ფაილები გაქვს ტვინში, ისინი იშლება. თითქოს მე არ მახსოვს რა უნდა მომენატროს ნარკოტიკის მიმართ რაღაც. ახალი და სხვა რაღაცები არ არის მიყოლილი იმაზე რა. რაც მნიშვნელოვანი ფაილები ასე უშუალოდ. მარტო მოხმარების თემა არის დაჭკნეტილი, დაბლაგვებული და აღარ გახსოვს. აი თითქოს ეგეთი რამეა. მთავარი პრობლემა. ეს მედიკამენტურად ხდება, ეგ? მედიკამენტურად და რაღაც კომაში გაგდებენ რა, ხელოვნურად. ხელოვნური кома ქვია მას. ანუ ტვინში რაღაცა არ შეყავს. ტვინზე არაფერი ნემსი არ მერჭობა და შიგნით არ შედის და არ მიფხიკავენ რა არაფერს. აი უბრალოდ გადაღებული მაქვს ეს ყველაფერი. აი შენთვის 3 წლის წინ რომ მოსულიყო და ვიღაცას ეთქვა რომ არის რაღაც ორი გზა რა, ერთი არის ცოტა გზელი გზა, რომ 3 თვით მიდიხარ რეაბილიტაციაში, ოღონდ დეტოქსი უნდა გაიარო ცალკე ნარკოლოგიურის მერე. და მერე იწყება გამოჯანმრთელება და არის ეს გზა, რომ ერთი თვით მიდიხარ და კომას იკეთებ. აი, რომელ გზას აირჩევ? მე გადავები, იასნია. კომას ავირჩევდი, რა ხო, მაშინ ავირჩევდი კომას, მაგრამ მე ეხლა რაც ვიცი, მე ვიცი, რომ დამოკიდებულება არის რაღაც დიაბეტივით დაავადება, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა მოუარო. მე ჩემ რაღაცას გიყვები რა. თხილაზე არა, მე ყოველდღე რაღაც აი დილით წერ, საღამოს წერ დავდივარ ჯგუფებზე, ვიღაცებს ვებაზრები ტელეფონზე. აი, სულ ჩემი დღის რაღაცა დიდი 20% არის გამოჩამთელებაზე მუშაობა რა. სამწუხაროდ, ეხა გახდა, ანუ ჩემთვის სიხარულია მაგის კეთება. არ არის ის, რომ აი შრომობ და ოღონდ ლიჟბი ცოცხალი დავრჩე კარაჩე რა. ანუ მიხარ, იმიტომ რომ იმის გარდა რომ სუბთავრჩები რა, ფხიზელი სულიერად იზდები რა. რეალურად ნახე რა ხდება ემოციური და სულიერის დის ხარჯზე ხდები რჩები სუფთა რა, კაროჩე რა. ანუ რეალურად ჩვენ ხო რაღაცა პრობლემები გქონდა, რომელიც გადაფარვასაც ნარკოტიკით ვცდილობდით, ხო? ამ ყველა პრობლემას აგვარებ 12 ნაბიჯი ეგ არის რა, კავშირ 12 ნაბიჯი რომ გაივლი რა, შენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აგვარებ რა. აი წენები შენ ვის აწყენე, ვინ შენ გაწყენე ხდება. იგივე არის, აქაც არის იგივე ხარ სკოლაპარაკობ. სხვა ფორმით უბრალოდ. მედიტაციები, დილით ცივი წყლების გადასხმები 7 საათზე. მე მედიტაციები, სხვა მედიტაცია. ხო, მაგას აგძელებ? არა, მე თვითონ ვაგზელებ. ხო, მაგას ეკითხებ. ყოველ დილას მე ხა, ანუ ადრე ვიღვიძებდით 11 საათზე და ჩემი დღე იყო მოკლე. ეხლა ვიღვიძებ 7-ზე დილას. შევდივარ დუში, 20 წამიან ცივ დუშს ვივლებ. ეს ბროს მიკეთებს. მე ვაკეთებ აჯიმანიები რაღაცა იმაზე რაღაც კარში ცოტა ხურდები და მე მედიტაციაზე ვჯდები. 40 წუთს უთმობ დილას ჩემ თავს და ვარ დილიდან კახივით, ხარივით და კავეში. მაგარ ხოძე. ხო, ანუ მივხვდი ყოველი დილის, ხო და რეჟიმი არის აუცილებელი ჩვენაირი გამოსავლების აუცილებელი პრინციპი, თავისუფლად ყვება და აი ეს რაღაცა რეჟიმი და ჩვენი კომფორტის ზონის გარღვევა. აი რაც ჩვენ კომფორტში ვიყავი და ჩაფუთნულები და ქოსქოსები და მოსქოსები, ამას უნდა გავიხსენოთ. მაგრამ იქიდან რო წამოხვედი, რა რეკომენდაციები გამოგატანეს? ანუ არსებობს რამე რეკომენდაციები, რომელთაც გეუბნებია, რომ აწი ესე უნდა იცხოვრო. აი აწი გახსოვდეს, რომ მთელი ცხოვრება შენთან, შენი ცხოვრების პარალელურად ნარკოტიკის სულთან დაყვება და არ უნდა ეს არ უნდა გააკეთო, თორე სადღაც გადაიკვეთებით. არც ერთი დარმა დაუშვა, ერთი პრეცედენტიც კი, რომ ერთი ნაპას ამოვარტყავ, მე რა.
დაივიწყე რა, იმიტომ რომ აუცილებლად დაინგრევა ის რაღაც კედელი და აუცილებლად მეორეს მოხდება რა, საათი თუ გვიან. ამავეში მე მგონი ამავე ინტერვიუში ამბობ, რომ აი ნარკოტიკი თუ ესე მოყვება რა. ანუ ნარკომანი ხარ თელი ცხოვრება რა, ამის თქმა ამ ხერხით ხოლმეც რა, რომ ნარკომანი ხარ და შენთან საშიში არის პრეცედენტის დაშვება შენ თავთან. ასე მაგრამ მარტო ტვინი გშველის მაგას, ანუ ხვდები რას გეუბნები, ხე ჩემი ტვინი მე მატყუებს რა, კაროჩე რაღაცეებს რა და სულ მჭირდება გადამოწმება, ხვდები? ვიღაცები მყავს, ვინც მეხმარ ანუ ტიპი რაღაცა ოდნავ ეჭვში გავიჩით და ვიღაცას ურეკავ, ვაგვარებ, რაღაცა დაწერა, რაღაც ხვდები? რეალურად ხო ჩემმა ტვინმა შემიყვანა მან. ხვდები? ანუ ვაფშე ჩემმა ტვინმა მომატყვა. გამოსავალი გიპოვა შენ რა, მაგ რაღაცებს ედები და ხო მე არ ვიცი რა. ეხლა მე ერთი კითხვა ნახე. შენ თქვი რომ სადღაც ვიყავიო რაღაც გულაობაზე და უალკოჰოლურია ძალიან მიყვარსო და 0%-იანი უალკოჰოლური. ეხლა შეგრევარ ხო? აი ეხლა შეგრევარ. ეხლა მე გეტყვი უყურე. მე ვარ ადამიანი რომელსაც უალკოჰოლურით ანუ კეიფო. არა. აბა? წინა გამოჯამთელების დროს ეგრე მოუწრუპე უალკოჰოლური და მე მოხმარებას დაუბრუნდი. ანუ რა მიხნა იცი რომ მოუწრუპე ეგ დამათრო. ანუ თრობის შეგზნება გემო წამიყვანა იქ და ნახე უფრო დიდი ხანი არ ხშო ვიდრე წამოსავალი ანუ 5 წელი არ ხშო საერთოდ ალკოჰოლი ჩემს საერთოდ არ ყოფილა არის პრობლემა რა ეს რეკომენდაცია არ გაქვს რომ სიტყვაზე შენ შეიძლება ტვინს გაახსენო რაღაც თრობის რაღაცა მომენტი მაგ უალკოჰოლოთი ან თუნდაც მაგას რატო აკეთებ რა ანუ ეგ რეკომენდაცია მე უბრალოდ მიყვარს ლუდი და ამიტომაც სვავ უალკოჰოლო ლუდს. თორე მე იმაზე ადრე ვთქვი უარი ალკოჰოლზე, ვიდრე მე ამას გადაგდებას დავიწყებდი, ამის თქმა მინდა. ანუ ამაში რისკს ვერ ხედავ. ხო, მაგრამ ალკოჰოლი ეხავს მაგ დროს ეხა რა, ის ალკოჰოლი. ვიღაცები მე ძალიან ბევრზე ვიცი, რომ აი რო დაანებებენ თავს, იწყებენ სმით ჩანასწორებას და ეს არის ცეროზი. ეგრევე ცეროზი დიაგნოზი ჩავდაუსვა შეგიძლია, იმიტომ რომ მედიკამენტებით ღვიძლი იწყებს სხვა მდგომარეობაშია და შენ ალკოჰოლით, ნუ აი ძალიან სულ დრამას უკეთებ და ცეროზი. მე ვშვებოდი მაგას. როცა კოდი მქონდა, ვიყავ ლოთი. და თან სახში უხაროდათ, რომ ლოთია. დაუბრუნდეთ ბიშკეკს. ეგ სიფხიზე. აუ, ერთ რაღაც მოგიყვე, სიმღერა მაქვს. კაჩი 2000-იანების დასაწყისში ვნახე, რეპორტაჟი იყო რაც რუსთავიორზე, ბიშკეკზე რა. და ეგ გამახსენა და ცოტა ხნის წინ დავწერე ესეთ სიმღერა, ოდა ბიშკეკის ქვას. და ტიპის და ქვის ურთიერთობაა რა. მაგე გავლილი. ხო და ვიცი და ეგ ვნახე იმაში და ტიპი უყვება ხო ქვაც პასუხობს კაროჩი და მაგათ ურთიერთობაზეა რა. წინა დღეს ვნახე შენ ინტერვიუ მაგას რო ბაზრობდი და open air-ზე შენ მოგიძღვენი ეგ სიმღერა. ვიცი მითხრეს ბიჭო რომ open air-ზე იყავი უდება გავი. შენ ამ დროს 0%-იან მე 0%-იან პიროსკი. ეხლა და ნახე ისევ ბიშკეს რომ დაუბრუნდეთ. ისევ გიორგის პოდკასტში ამბობ რომ მე ტიპი ვნახე, ვინც მეორედ იყო მოსული, ოღონდ ის სასმელს აკეთებდა. პირველად დრაგი გადავაგდეო 12 წლის წინ. მოსკოველი ტიპი, რუსი იყო, ჰეროინზე იჯდა. სამი მეზობელი მყავსო ბარიგაა. აი კარები, ხო ბაში გამოდიხა და იმ სადრებაზოში იმაში და იქ ყონა ბარიგები არიან. ეგეთმა ტიპმა გადააგდო და აღარ შეუბრუნდა, პროსტად გავოთდა. და ეხლა მოვიდა ლოთობის გადასაგდება. ანუ მანდ ნებისმიერ რაღაცას აკდებინე. ყველას აქვს თავისი მეთოდი. ეხლა ნახე. ანუ დაახლოებით 300 დამოკიდებულების ტიპი არსებობს სამყაროში. ანუ ყველაზე ცალ-ცალკე კეთდება კომანდა. ყოველს თავისი მეთოდი აქვს. ზოგს 6 კომანდა, ზოგს 2, ზოგს 4. და ადამიანი, რომელსაც ეგრეთ წოდებული რაღაც კოქტეილს რო ეძახიან რა, რომ ამ მოხმარებაში ალკოჰოლსაც ვამს, მოსაწევსაც ეწევა, ოპიატსაც მოიხმარს, ანუ იმას ყველაფერზე ცალ-ცალკე უკეთებენ. არა, რაღაცა ერთ დიაგნოზს უშუალობენ რა მაშინ და იმის შესაძლებლად ტყვის აკეთ მე არ ვიცი, სამედიცინო კუთხეა ეგ მე ხო. ხო და აი ნახე, ეგეთი კითხვა გამიშთა რა, ამ ეს ადამიანი, რომლისთვისაც როგორ ეძახიან რაღაცა drug of choice არის, არჩევანი რა. ერთი რომ დამოკიდებულ ადამიანი, მე სიტყვაზე ვამბობ, რომ ჩემთვის არის ალკოჰოლი ნომერ პირველი პრობლემა და ალკოჰოლთან ერთად თან მოსაწევს მოვიხმარ. ხო. ალკოჰოლს უშველე მაგრამ მოსაწევი დარჩა ამ კაცის შემთხვევაში როგორც ოპიატს უშველა, მაგრამ ალკოჰოლი დარჩა რა. ალკოჰოლი მე გვიან შევიდა მის ცხოვრებაში. ხო და რა? არ ვიცი, მაგები არ ვიცი ხო მე. ეგ კითხვა. ეგ მე ექიმი რო ჩამოვა. არა, მე რას ეთქვა სხვადასხვა ადგილები აქვს ტვინში, ეგ დასაბლოკი, არ ვიცი. შენ რას ფიქრობ? ბიჭო, მე რას ვფიქრობ ამაზე? აუ ერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ეხა ჩვენ შემთხვევაში ესეთი რაღაცაა რა, მე ვიცი რომ ჩემი საქმეა დღეს ვიყო ფხიზელი. მხოლოდ დღეს.
ხვალ რა იქნება კაცმა არის ის. ხვალ შეიძლება ვეღარ ვიყო. მაგრამ დღეს ვარ ხიზელი და ეხა იმას ვერ ვიტყვი რომ 12 ნაბიჯის პროგრამა უკეთესია რაღაცაზე, მე ვიცი რომ ჩემზე მუშაობს დღევანდელ დღემდე. ხვდები ხა ვიღაცები არიან ვერ უკაჩავენ, მაგრამ აი ეგ მეშმინდა ვთქვა ხო აუცილებლად. ხვდები ანუ ისეთი რა, იცი რატო, იმიტომ რომ სამუშაოა რა. ანუ არ არის ის რომ კაროშე ფეხზე გადაიდო და ხო, ჯადოსნური ჯოხი და ალახამური. აი როგორც შენ რო ყვებოდი რომ ჯიმში როგორც დადი ხა ეხა კუნთი ერთხელ რო დაიყენო. ცოტა ხანი რო გაჩერდა. ხო წავა. აი ზუსტად ეგ მომდი. ის ზუსტ ხო და მე აბსოლუტურად ჩვენ გვესმის. ხო და ანუ შენ შემთხვევაში კომის მერე რა არ უნდა ჩაფუშო რომ ეს შეინარჩუნო რა. რეჟიმი უნდა შექმნა, შენ თავს უნდა უთხრა დილაობით, მოკლედ აი ესე როგორც კბილებს იხეხავ, აი შენ თავს უნდა მიხედო, უნდა ივარდიშო, გადახვიდე შენ კომფორტის ზონიდან გახვიდე და რაღაცები გეზარება ძალის დატანებით შეერს ნიმაგრუსები რო იტყვიან, აი ეს რაღაცები აკეთო და როდესაც გავა 1-2 კვირა უკვე ჩვევაში გადადის ადამიანს აქ ეგეთი მიდრეკილება რომ 2 კვირა და იგივე რომ სააკეთებ გადადის ჩვევაში. როცა ჩვევაში გადაგივა, მთელი ცხოვრება როგორც ლეიტმოტივი და მიყვებოდეს შენ ერთი და იგივეს კეთება შენი ჯანმრთელობისთვის. რასაც ამბობს ეს ყოველ დღე ეგ არის ერთი ნაწილი რა, ანუ რაღაც ფიზიოლოგიაზე ზრუნვა, რაღაც პასუხისმგებლობა აიღო, რომ რეჟიმში იყო ისვის რომ სხეული კონდეს გაკაჟებული. აი მედიტაცია რა არის? ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შენ სულიერებას ეხმარება. ხო, აი ნახე როგორ გითხო, თქვა წააწყდი ცხოვრებისეულ ისეთ გამოწვევას, რომ აი არ ვიცი რაღაც გაგიჩნდა სიახლის შიში გაქვს ან რაღაც მოხდა უბედურება შენ ცხოვრებაში რა რა ინსტრუმენტი გიჭირავს გარდა იმისა რომ ოპიატის მიმართ რეცეპტორი გათიშულია რომ აი ამას რო აწყდები ამ პრობლემას რას აკეთებ ანუ კაჟდები ვარჯიშობ თუ მიხდი ცოტა იცი როგორ არის ამ მედიტაციამ ცოტა მომცა რაღაცეები სხვანაირად შეხედვის გადაფას გადაძლევის ცოტა ინერტული გავხდი რაღაც ადრე თუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პატარა რაღაცა მოვლენაც კი და ჩემთვის დიდ მოვლენად ხედავდი ეხლა რაღაცა მარტივად სხვა ფასეულობები გახდა რა შეიცვალა თანამდებობები შეიძლება ასაკმას მომცა არ ვიცი ხა ამას ვერ გეტყვი ზუსტად მაგრამ აშკარად შეიცვალა რა და აი შენ მაგალითად ამ თქვა გამოსავალში რა ისწავლე ისეთი რომელიც ამ გზაზე გეხმარება რომ შეინარჩუნო ან გამოწვევებს გავუმკლავდე ხოლმე ბჭო მილიონი ანუ 1000 რაღაცა ვისწავლე ანუ რას გეუბნები ისე იმდენი ხელსაწყო მაქვს ხვდები აი იმ ხელა სისტემა არის რა რომ აი ერთი არის რომ შემიძლია დაურეკო ანონიმურ მეგობარს ხო ჩვენ ხო რაღაც ანონიმურ საზოგადოებაში ვართ ესე ქვია რა და კონკრეტები რომელი მაგრამ ნუ ესე ქვია შემიძლია დაურეკო მყავს სპონსორი არის როგორი რაღაცა იცი აი როგორ გადმოვთარგმნოს ტიპი მყავს რომელიც მეხმარება 12 ნაბიჯის გავლაში მეც ვიღაცი სპონსორი ვარ და თან რამე თუ გამიჭირდა ურეკავ და რჩევას მაძლევს ოღონდ თავის ადამიანურ რჩევას კი არ მაძლევს რა ის სულიერი პრინციპები არსებობს რომელიც ჩარჩოშიც უნდა მოახვედრო შენი ცხოვრება რა და ეს რჩევებიც ამაში არის მოხვედრილი. ეხლა ნახე, არის კიდე ჯგუფები, რომელიც საღამოს შემიძლია მივიდე, გავაზიარო რა მაწუხებს, მოვისმინო სხვების პრობლემები, მე მაგით ხვდები რომ მარტო შენ არ ხარ, ეგეთი, ერთმანეთს უზიარებთ გამოცდილებას. კიდე რა არის, ნუ მედიტაცია, ლოცვა ვარჯიში, ეგ ნუ ეგ არ არის მაგის ნაწილი, ხა ეგ პროსტა ფიზიკურ სხეულზე მუშაობ. კიდე რეებია, რავი, 1000 რაღაცა არის, რა წერა, მადლიერება. ამ შემთხვევაში ჩვენი პრობლემა ყოველთვის არის ტვინი. ტვინი არის ჩვენი პრობლემა. ტვინი იწყებს ეშმაკივით არის რა, თავისი რაც დამახშოვრებული აქვს, რაღაცებს გეუბნება და ტვინს გირევს, შენი ტვინი. თავარი არის შენ ტვინმა კი რა გიყოლიო, შენ გადმოიყვანო შენ ჭკუაზე შენი ტვინი. ხომ რა ბერკენდი გაქვს მაგას გაყვე და როგორც ადრე ვიყავი და მივყვებო და 2 წამში გაფუჭებული ვიყავი უკასაოდ ესეთი ქალებით რა სუსტი ყოფაქსები ქალებით ვიყავი ერთი წკა ესე დაზახება ჭირდებოდა და ეხა ვაფშე ვერ მერევა და ეხა აი რო შემოდის რაღაც აზრი რას უპირისპირებ მედიტაციას დილიდან და ის ტვინი ვეღარ შემოდის ჩემთან რა ეგ პოლემიკაში და რაღაცა ჭობაში და ამბავში ვერ მოდის აი როდესაც დავსუსტები ხოლმე დამეხება ცოტა ხანი დავждები და
რა სახის მედიტაციას აკეთებ? ვაკეთებ, ეს აუმ ვიბრაციები ხსნის ფორებს, სისხლი მიედონე მაგ თავის ტკივილებს ხსნის რაღაცებს, დავწნადები, ვიღაცა შეიძლება გიჟი ვეგონა გვერდიდან, მაგრამ მე ხო ვიცი რომ მე ხმარ. რა სახის მედიტაციას აკეთებ? როგორ? რამოდენიმე ვარიანტია რა, არის ჰოლოტროპული სუნთქვები სამნაირი, დილას არის ყველაზე მაგარი, ცოტა ვარჯიშსაც გავს, ფიზიკურად კუნთი რა ტონუსში მოდის. და აუმები არის ამაგარი და აბსოლუტურად სიჩუმეში რო ზიხარ და პროსტა ჩალიჩო რომ აზრები გაწყვიტო და სიჩუმე და წყნარი და გაჩერება რო გამის მიახსიო. მაგრამ ძალიან ძნელია რა. ან ცდილობა არ წყდება რა. და ხო ეს მაინც მაგალითად ეს აუცილებლად თქვა, იმიტომ რომ არიან ეგეთი ძალიან ბევრი. ერთმა ქართველმა არ ვიტყვი სახელდაგავს, იქ უნალობა ჩემ გამოწამოვიდა, ახლა ჩემი ეს ვიდეოები ნახა და ორი ტიპი უკვე ჩამოვიდა და მაგარი ამყივა რამით რომ ვიღაცას მოვანდომე და იქ ჩამოვიდა. მაგრამ ეხლა ეს ბიჭი შეიძლება ნახავს ამას გაეცინება, მაგრამ არის უწმუნო თომა რა დავარქვი, იმიტომ რომ რო უთხარი ეხლა მეთქი 11 საათია მოდის ჩვენი მის დრო რა, რომ შევიდეს აბანოში, აბანო მივიღოთ, იმიტომ რომ ფორებიდან ზოლიდან უნდა ამოვიდეს ეს ზღარენი უკასრავად. შენი ორგანიზმიდან და აბა ცივი ცხელი აუცილებელია რომ ეხლა ამას გავდივარ. მე აბანოებში დაბადებული ვარო, აბანო უბანში. მეთქი რა შემოშია თო აბანო უბანში დაბადებული. აბანო გაქვს მედიცინურად გამოწევი. წამორა აბანოში ეზარებოდა. ძალიან ბევრ რაღაცებს აგდებდა შუალედებში. მედიტაციები მე მართლმადიდებელი ვარ. მე მედიტაცია მართლმადიდებელი რა შუაშია. მიხდი აი ურწმუნობა ეს უნდა შენ თუ დაიჟერებ რომ ეს ჭიქა წყალი რო ასხია. უბრალოდ წყალი კი არ არის, ჯადოსნური წყალია და დალეო ეს ჯადოსნურობა შენ დაგეხმარება, მაგრამ შენ თუ არ გჯერა არაფრის ის წამალიც არ დაგეხმარება. მაგას შენ თუ არ დაიჯერე, შენ თუ არ მოინდომე, ამის გარეშე ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს, რომელიც ვიღაცა გიჩვენის რა. და სადაც არ უნდა ჯამთელდებოდე, მაგრწმენის გარეშე გამოჯამთელდება. არანაირი არც ბიშკეკი გიშვენის, არც ბევრი მამიკოს ფულები და არც ხო, ეგ საინტერესო პოინტია რა, ანუ რამდენიც არ უნდა დაკომო თავში, თუ მე რაღაცის არ გჯერა რომ სწორად აკეთებ. ხო, თუ ამას ეჩვითვალის უყურებ არ გამო. კაი, ბედნიერი ხარ? კი. და ეს ბედნიერება რამ მოგიტანა? ჩემ თავს რო ვაჯობე და ყველას რო დავუმტკიცე, ვისაც არ ჯეროდა რომ ის გამომივიდოდა. და ანუ ეს ბედნიერება კავშირში და უბედურება კავშირში იყო მოხმარებასთან? ანუ შენი ნომერ პირველი პრობლემა ნარკოტიკი იყო? ჩემის ხო, აი უბედურების საწინდარი იყო ნარკოტიკი. ბიჭო ხო, აღმოჩნდა რა ხო. შენ შემთხვევაში? შენ შემთხვევაში გამოხატულება იყო ნარკოტიკი რა. ანუ უბედური ვიყავი და მაგიტო ვიყუჩებდი თავს რეალურად რა. ან იправებდი ეგრე თავს. ხო რა, ანუ მართლაც უნდათ ვიყავი, ხვდები, ანუ რეალურად მაგაზე ხო ვილაპარაკეთ, რომ ჯერ დამოკიდებული ვიყავი და მე პროსტა ნარკოტიკი იყო ის, რომელიც გახდა გამოხატულება, ხვდები? სწორად ახსენდი რა, ანუ მაგას მოვერგე უბრალოდ რა. შეიძლება და სამსახურზე ყოფილიყავი დამოკიდებული, ან რა, შოპინგზე რა. უბრალოდ ნუ ნარკოტიკი ყველაზე მარტივი იყო კავშირი. ხა რა, ბევრ მუშაობას ჯობია რა. ხო და ეხა გონია რომ აი გარე რა თქმა უნდა მოქმედებს გარე ფაქტორები რა, მაგრამ აი ახლა ვარ ბედნიერი რა, კარჩე რა, ამ ყველაფრის გარეშე რა. და მგონია რომ მაგით ორჩები სუფთა რა. ხვდები? და მადლიერი, აი ყველაზე მაგრა რაც შველის და ყველაზე თავარი, აი ტოპ ხელსაწყო აი ხანჯალი რაც მაგ არის მადლიერება რა. ყოველ დილით ეხა დავიწყე, იმიტომ რომ გავწყვიტე ერთი პერიოდი და მაგრამ ცოტა ხით მოვირყიე რა და ეხა ისევ დავიწყე. წერ მადლიერებას. 10 რაღაცა რისი მადლიერის ვარ და დილა იწყება ვიუსები ამ კარგი ენერგიით რა. მოტივაციას და ვაფშე ყველაფერს ხო. ჩავარდნის გეშინიათ? არა, მე არ არსებობს ეს ჩავარ, გამორიცხული თემაა. არ არის. აუ, იმენა პონტი არ არის. ანუ არაფრით რამე ჩავარდე, რამე მიიღო. ჩემი თავი გამოსინჯე ბევრჯერ უკვე რა, მაგრამ ჩამოვედი ძალიან ბევრჯერ შემოუთავაზებიეთ სტროჩკები დაყრილი კოკაინის და მოსაწევი ისქეზი ჩამოტარებაში მეთქი გავზენით, მიბზენით. ძალით თუ გაგიტესტავს საკუთარი თავი, რომ ეხა მე მივა ის რაც არა, არ მჭირდება, არა, არ მჭირდება. და მოდი შევამოწმო. არა, ძალიან ძლიერი ვარ ამ შემთხვევაში, ძალიან. და ეგ შენი სიძლიერე, აი თუ
შენს წარსულს გადავხედავთ. ამდენი წლის განმავლობაში რომელიც არ გქონდა. ეხა რამ მოგიტანა ეგეთ თავდაჯერებულობა, რომ აი შანსი არ არის. ბიჭო, ეხა იცი რა არის? აი ვინც ნარკოტიკი ვისაც არ გაუსინჯავს და ვის აი ამ მდგომარეობაში არ ყოფილა, ვინც როგორც მე ვიყავი, ის ვერ გაიგებს. ამას ამხელა მიღწევა არის ის, რასაც მე მივახციე გავჩინო. და ამის დაკარგვის გეშინი. არა, მე იმ ამ მიღწევის ამის ჩემი თავს ვერ გაუტეხავ მე ამას შანსი არ არის. რო ეგეთი რამე გავაკეთე, ამხელა მთაზე ავზვერი, რას მელაპარაკებ? პონტი არა. პონტი არა. აი რომ მოხდეს? აი ღვინო რომ მოწრობა. არა მეთქი რა გეუბნები. მე კიდე გეუბნები რომ არ მოხდება, ეგ არ არსებობს. გამორიცხული ესეთი მდგომარეობა, რამაც რომ მაგამ ეგ ჩამადენინოს. ხო, ანუ არ არსებობს. რომ მე კაროში ინსტიტუტში შევიდე კიდე რა. იმიტომ მე ხო ვიცი ის როგორ მოქმედებს ჩემზე. აღიან ადამიანები ის ეგრე არ მოქმედებს. შეუძლია ერთხელ იმაიმუნოს შაბათ კვირას და მე 1-3 წელი არც გაახსენდეს. ეგეთას ვიცნო. ამას გეუბნები მე ხო ვიცი რომ ჩემზე ეგრე არ მოქმედებს. ჩემზე ერთი ლაინი ნიშნავს ერთი 20 წლიანი ჩავარდნა. ერთი ენის დადება ალკოჰოლზე მაგას. დადება ალკოჰოლზე არა მაქვს, მე არც მქონია არასოდეს. ნუ ადრე მქონია, მაგრამ ნუ ალკოჰოლი უარი ვქი დიდი ხანი. ალკოჰოლის კომპანიებს წითელ ღვინოს ჭრუპავ ხოლმე 1000 და ხვანჭკარას, როცა ახალი წელი, როცა რაღაც დღესასწაულია, აი ამდენს დამისხამე წითელ ღვინოს და მთელი დღე დავდივარ ამ ჭიქით. ეხლა ხო, აი წითელი ღვინო, რასაც ქვია რა. მეტი არაფერი სხვა. ღვინის კომპანიების სპონსორობაზე, მოკლედ, თამამად შეგვიძლია ამ ფოტო უსახელაური მაგალითად შეხა ჩემი ბატონი. ანუ და იქ რა ბიშკეკში ან ეგრე. ღვინოს ასმელი. ბიშკეკში გეუბნებიან რომ სასმელი. აი უყურე დავუშვი, შენ ხო ჩვენ დავალებეთ თავი, ერთი წელი შენ სასმელი არ უნდა. ერთი წლის მერე ოქი. ერთი წლის მერე თუ გინდა სოციალ ჭრუპე რას გინდა ქენი, მაგრამ ერთი წელი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეგ გვაწყობს. გვაწყობს კაია. უკაცრავად. შენ რას ფიქრობ? რაზე? არო, შიში გაქვს თუ არა, როდესმე შეიძლება მოხდეს ისე, რომ მოიხმარო და შიში არ მაქვს, მაგრამ დაშვებული მაქვს. მე თუ არ გავაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ ყოველდღიურად, ადრე თუ ვიან, ისევ დაბრუნდები იქ, სადაც ვარ. მე ეგრე ვარ. აი, რომ მოხდეს ეგრე. აი, მინდა რომ მაყურებლისთვის ვთქვათ, რომ ეგრე რომ მოხდეს რა, რომ აი რაღაც გამოჯამთელების გრძელვადიანი პერიოდის მერე ადამიანი ისევ დაუბრუნდა მოხმარებას შიშის გარეშე რა, ანუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს, კი არა, წარმომიდგენია რომ შეიძლება იყოს რაღაც სასოწარკვეთილებას ჩავარდე, რომ აი ამდენი ხანი ფხიზელი ვიყავი და ვაიმე ხარ და მემართ. შენი აზრით რა უნდა გააკეთოს მაგდროს ადამიანმა რა? მე ვიცი მე რას გავაკეთებ. მე მინდა რომ გავაკეთო თუ აღმოჩნდი ეგეთ სიტუაციაში. 3 თვით რიჰაბი. ეგრე. ხო. რა, ცხოვრება ისეთი ტიპია. ეს მყარი ადამიანის იმისავით ხო არ მიდის, სულ რაღაცები ხდება, სტრესები და მე ქვემოთ პირიქით რაღაცნაირი რაღაცა утоპიაში რაღაცები ხდება. და ამითია ცხოვრება საინტერესო, მაგრამ შენ თუ გასაღებები გაქვს, შენი თავის აი ამ სტრესულ მდგომარეობაში იცი დაუშვით რა გიგდებს ქვემოთ, რა ქვემოდან რას აყავხარ დეპრესიიდან ზემოთ. აი ეს გასაღებები თუ მზათა გაქვს, კაროჩი ამას გამართავ ასე თუ ისე რა. ერთი კითხვა გამიშთა ეხლა რაზე, იცი რომ აი ამ რაღაცეებზე ვისთან ლაპარაკობ შენ გამოჯამთელებისას? აი მე ჩემი ექიმთან ეს ყველაფერი მე ურეკავ ხოლმე დაუშვით. აი თბილისში საქართველოში ეს შენი სამეგობრო წრე შეიცვალა თუ არა, არ შეიცვალა. არ შეიცვალა, მე იმას ურეკავ ხოლმე, მაგრამ აქ ქართველები არიან ტიპები, ვინც აი დაუშვით მედიტაციებზე და რაღაცებზე, ვინც ჰოლოტროპოს სკოლაზე მაგალითად ვინც. ხო, ანუ წრე არ შეგიცვლია საერთოდ. აი, ამ თემაზე მე მოკალი ლაპარაკი. ანუ ეხლა თუ შენ გადაცემებში ლაპარაკობ და ისე გარშემო მეგობრები ვის მაგათ ამას ხშირად მოიხმარენ, იმათ ხვდები, იმიტომ რომ მეგობრები არიან, თორე ძალიან მალე ვტოვებ იმათ, იმიტომ რომ სალაპარაკო თემა სხვანაირი გაგვიხდა, როგორ კი, არა, მაგის აი, აბსოლუტურად ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს. ისინი ცდილობენ რომ ჩემთან ხშირად არ იყვნენ რომ ემანდ რამის ჩადენების ობიექტები არ გახდნენ და დამნაშავეები და ამიტომ შეიცვალა, ხო? და აი პირველად მარ როგორ იცი რომ აი ეს აგვისტოშია მეთქი სექტემბერში მო თეატრი ოდის დაიწყება რომ გავაღასა რეპერტუარში ოდის ჩავერთები აი ეს მომენტი მაგ აბსოლუტურად სხვანაირად რა შევხვდი მოკლედ ერთხელ ერთი ადამიანი მიყვებოდა რომ ამ მოხმარებაშიო მუდმივად ხედავდიო საკუთარ სიკვდილს რა ანუ ახდენდა ვიზუალიზაციას ამ სიკვდილის
შენ თუ ქონია ეგ შემთხვევა, რომ დაგინახავს, ან რაღაც წინასწარ ხედავდი, რომ აი თუ გავაგზავნე მოხმარებას, აი მოვკვდები და როგორ კვდები. არა, სიმართლე სიკვდილს ვერ ხედავდი. მინდოდა, იმიტომ რომ ხვდებოდი, რომ ანუ ესე გაგზელება ტეხავს. ხა თვითმკვლელობამდე არც მიფიქ არ უშვებდი, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ხო ხვდები, ესე ვერ დავტოვებდი რა, ჩემს გარშემო ხალხს რა. მაგრამ ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ახლოს. ისეთი რაღაცები დამართნია, რომ ნუ აი ძალიან პატარა შანსი იყო, რომ ეხა მე აქ დარიღავი რა. ფიზიკურ დამართნას გულისხმობ? ხო. გაპარვას? არა მარტო. ბევრი სხვა დეტალებში ეხა ვერ შევალ რა. მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა არსებობს, რითიც შეიძლება დაიგო. ფიზიკურ სიკვდილთან ახლოს ყოფილ ხარ? კი. მოხმარების დროს. კი. შენც? ნუ გაპარვები მე არ მქონია, მე ძალიან ფრთხილი ვიყავ ყოველთვის რა, მაინც მე ჩემ გარშემო იმდენი დაიღუპა, რომ ამის შიში სულ მქონდა რა. უბრალოდ მოცემულობები იჩიტებოდა ისეთი, რომ შემოვიდა, ან ვიღაცას მოვეკალი. კი, თავისუფლად. მიხდი, რაღაც აი პარანოიაში გადავარდნილი ბევრი ადამიანი გეჩნდებოდა გულში. ისეთი შრე გავიცანი, რომელიც არც ვიცოდი თუ არსებობდა ამ პლანეტაზე რა. ეგ მახსოვს სადღაც თუ მე მიყვებოდი მაგას რა, რომ ისე დავედიო რა, ისეთ ხალხში. არც ვიცოდი თუ არსებობდა ხატებზე რო იჩიტები ვაფშე, ანუ აი ვაფშე აი ნუ არ მეგონა რა, ეგეთი ლეველი თუ არსებობს. თბილისში რო არსებობს ეს თუ კასტა. საერთოდ არსებობდა ეგეთი შრე, არ ვიცოდი, ხო რაღაცა ჯოჯოხეთის 7 თუ რაღაცა, აი სადღაც 6 და 5 შორის არის კიდე. მაგიდა რო არის, აი აგურები და დაფარო არის, ხო იცი? აი ეგეთი ტიპები არსებობს. აი ეგეთი ტიპები რამე კონკრეტულ ნარკოტიკს უკავშირდება? რაღაცა ფსიქოტროპულს, კი, რა ჯანქის რა, ძალიან ჯანქის რა, ხო. უფრო ხელნაკეთს. ხელნაკეთს კი. არის ეგეთი. ნარკოტიკი, რომელმაც თქვენ ცხოვრებაში თუნდაც ერთი ან მრავალჯერადი მოხმარებით ეგრეთ წოდებულ ფსკერამდე დაგიყვანოთ რა, აი გაგფსკერათ რა. რეალურად მე მგონია რომ ის გღუპავს, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს. შენ რა გიყვარდა? ოპიატი. შენ? მე უფრო ვინტი და ეგეთი ფსიქოტროპული. ანუ რაღაც ამფეტამინის ჯგუფის რაც ხო. ძალიან საშიშია მე. ცნობიერებას ცulis რა. რეალობიდან გაგდებს რა, კალოდი და კარტი რა მოგივარდება, ხო? ეს ამოვარნილები ყავი რეალობიდან. ხო, აი ეგ რატომ მოგწონდა? ეგ მდგომარეობა. აი, იმდენად ზღაპრული იყო, რომ აი რაღაცნაირი, რა. არ ვიცი. მე რა ვიცი. ჩემი სენსორები მაგაზე მოქმედებდნენ ისე, როგორც საუბრობთ ოპიატი მოქმედებს და ამაზე. ეხა იქ რო ჩახვედი, მაგალითად ეგ უთხარი, რომ ყველაფერი, ეგეთი ახსარება არსად არ ვიცი გქონს მაგასთან თუ იქ რო თქვი. ყველაფერი მოუყევი, რაც მახსოვდა. ეხა რამე წამოს ანტიდეპრესანტი. არაფერს, საერთოდ აღარაფერს. არა, ანუ რაღაც არა, მორჩი რა, ანუ ყველა. მაგრამ სვამდი რაღაცა. კი, მე გამოყოლი ძაძილე იყო, რაღაცა მე ვანახევებდი, მე 4-ზე ჩამოვედი და რაღაცა მთელი პროცედურა გავიარე. არ ჩამიგდია არც ერთი პროცედურის არსეს არ შემიხედია ზერელეთ და ყველაფერია დავაჯერე. თავშო მე ყოველ საჭირო არის. ერთად ეს ცეპოჩკა შველის. აი და სუსუ თავში ეხა მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიხსენო, აი ეს ველაპარაკებიო, იქო ურეკაო და ველაპარაკები. ანუ ამ შენექიმს ველაპარაკები წერან რაც წითელ ღვინოზე თქვი, ეხა ეგ თქვათ რაღაც რეჰაბი გავლილი ვისაც გვაქვს და ამ გამოჯამთელების სხვა ტაქტიკით და აი რაღაც გამოსავალში, აი ალკოჰოლი, როგორი რაღაცა თქვი, იცი? ეხლა რომ აი დავიშოკეთ. არა. შენ რაღაც გამონაკლისი ხარ და ოკეი გითხრეს თუ არა. მამამაო მითხრეს მე. არ გინდაო რა გეხოჭები. მეთქი აი 50 გრამს ხანდახან მეთქი რა წითელ ღვინოს წრუპავ აი მაგ. რატო რისკავ? აი თუ გითხრეს არაო? არა. რატო აკეთებ? არა, არც ვაკეთებ. ჩაი ჩათვალე არ ვაკეთებ რა. აი 3 თვის განმავლობაში ორჯერ მომიწია, აი ამდენის დალევა. ერთხელ თურქეთთან რომ წავაგეთ, იქ აი ესე დავლიე და წამართვეს პრავა და მოტოციკლეტი და მივთარე, აი ამდენი დავლიე თურქეთთან წავაგეთ, აუვეთი წითელი ღვინო ზოთა ერთი ყლუპი რა. აი ესე დონეზე გავაკეთე. არ გინდა რა. ხო, რა თქმა უნდა, არ მინდა, არა, ეგ გავთვის ნობიერებული, რომ არა, არ მინდა. პროსტა მოგიყევი, რომ ეგ მაგ ორჯერ გაკეთები. ყოფილა თუ არა რეკომენდაციები, რომელიც შენ მე იმ კურნალობის მერე რომელიმე რეკომენდაცია დაგირღვევია რა.
ესეთი დიდი არაფერი რა. როგორც გიო. ეს მე რო ეხა აი ამდენი წითელი ღვინო დავლიო, 3 თვეში პროგრამის რიგში ვიდე. კი ბატონო. მეც ვჯერა. ჩემი გჯერა. მე არ მაქვს ღვინოსთან საერთოდ ალკოჰოლს. მანამდე არ ქონია პრობლემა ღვინო. არასოდეს არ. ხო და ეს დაავადება იმდენად ვერ აგია და ეგეთი მურწალია. ჯერა. შეგვიაროს. ეს რომელი ნაბიჯი არის ხა იგას. მე წითელ ღვინოს ადრე ბაბუაჩემის სვამდა და ბაბუაჩემის მამა და ქართველების მე იმის დაბადებული ვარ. მაგრად მეშინია. ხო, არა. მოდი, ჯობია გვეშინოდეს, რომ კი, მეშინია რომელია, გასულ. ამ ტვინში ისეთი რაღაც გაიღვიძოს რაღაცამ, რომ ბაბუა მონაგონი აღარ გაიუძებს ჩაკალული მყავს ეშმაკი. დრაგონი. ის რომ თქვენ ხართ ცნობადი სახეები. ხო, ეს მუშაობს. ნახე ორივე მხარეს მუშაობს. ორივე მიმართულებაზე რო თქვა. ერთი შეგიშალათ თუ არა ამან გამოჯამრთელებაში ხელი და მეორე კითხვა, ეხლა გამოჯამრთელებაში გაკისრებ თუ არა განსაკუთრებულ პასუხს. რა თქმა უნდა, მე კი. ხო, აბა რა. ანუ ამაზე რო ლაპარაკობ, ხო? თუნდაც ხა 12 ნაბიჯის სახელით, ეხა მე რო ჩავარდნა გამეშითოს, შენ ხვდები ხა ნახევარ თბილისი იტყვის, კაროჩე აზრი არა აქვს. არა, ანუ ეს მეხმარება. კაი, თავის ხელში აყვანა. და მანამდე აი ეს რაღაც მე დიდი ყურადღება, სადღაც ინტერვიუები, კონცერტი, ლაივი, ფოტოების გადაღება მოხმარების პერიოდში რა. ბოლო რამოდენიმე წელი არ მიყიდია. მაგრად გამოიყენე, ხო? შენც კარგად იყენებდი, ყველაფერი კარგად. კაი, მაგრამ გამოჯამრთელებამდე მისვლაში ხო არ გაგიწელა დრო რა ამან? პირიქით, მე უფრო დამაჩქარა. ანუ ვეღარ ვაკეთებდი მაგ ყველაფერს, ვერ გამოვდიოდი სახალხოდ, გამოსარჩენი აღარ ვიყავი რა, და დასანახი და ასე შემდეგ. რა, უფრო ჩამკეტა, უფრო სოროში შემაძვლინა რა. იზოლაციის გენ? ხო. ეს იზოლაცია, ანუ გარდა კარიერისა, კიდე რაღაც, აი უფრო დავავიწროთ რა, სახლშიც. აი როგორ რაღაც აი მოხმარების ბოლო სტადია რა, როცა რომ მოიხმარ მაინც უდად ხარ და არ მოიხმარ და მაინც ორივე შემთხვევაში დეფხოს. აი ეს რაღაც ხო სუბოლო როცა უკვე აზრი აღარ აქვს, არც იმის გარეშე და მასთან ერთად უდად ხარ. იზოლაცია სახლში. აი სამეგობროს მოგწყვიტა კარიერაში, თანამშრომლის მოგწყვიტა, რაღაც რამდენიმე საათის მიდიხარ და უკან მოდიხარ და სახლში მე ოთახამდე დაგივიწროვათ ჰორიზონტი ცხოვრების. კი, ძალიან ცოტა სორო მქონდა გასაძრომი რა. და სორო იყო ყველა. რეალურ საქმეში გულისხმობ მოხმარებას რა, მარტო მაგაზე მქონდა ურთიერთობა და მაგაზე გავდიოდი რა. ნუ თუ არ იყო რაღაცა საქმე, მართლა რაღაცა კონცერტი ან რაღაც თუ არ მქონდა რა. და ძალიან უცნაური იყო, რომ უფრო ნერვიულობდი აი სცენაზე და უფრო ფოთიანი ვიყავი მაშინ, ვიდრე ეხა. აი როგორც გიორგიმ რამდენიმე მაგალითი თქვა, შენ გითქვამს თუ არა, თქვა კონცერტზე უარი, იმიტომ რომ ფიზიკურად სულად იყავი და ნარკოტიკი არ ქონდა მიღებული. არა. კაცი, აი რაღაცნაირად ისე მოვახერხე, რომ საქმეში აი არ გამიფუჭებია საქმე. რა ყოველთვის დროზე მივდიოდი, დაჟე აი ლონკაშიც ვისულ ვარ, მაგრამ ნუ ვაკეთებდი ჩემს საქმეს რა. და აი ხო აი როკ მუსიკოსი და ხო ის ყველა ელოდება რომ 3 საათი დააგვიანებს და 5 წუთი ადრე რო დგას გავარი რა და ყოველთვის მახსოვს რომ უკვირდათ რა. მაგარი ეგ ვასწავლებს რა მაგარი. ეგ მგონია რომ ჩემი პასუხისგებლობის ბრალი კი არ არის. ნევროზიანი ვარ რა, ანუ ეგ ფოთი მაქვს რა, რომ სადმე არ დავაგვიანო. თორე ეს ჩემი დამსახურება არის. ნიკა, მოდი შენც რომ მოყვე და გაიხსენო გამოჯამრთელების გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხით ადრე პერიოდი. შენი ფსკერი რა იყო და მერე უკვე გამოსავალში მოსვლა. ჩემი ფსკერი მართლა გეუბნები დაიწყო ძალიან ბევრი წლის წინ რა, ერთი 15 წლის წინ, რომ მივხვდი რომ всё ეს ცხოვრება აღარ შეიძლება. უბრალოდ არ არსებობდა გზა. ხო. და გავიგე, რომ ჩემი არც თუ ისე ახლო მეგობარი, ნაცნობი უფრო ვიღაცა მიხარ რომ ესო 7 თვე ფხიზელიაო და როგორი ტიპზეა, იცი ლაპარაკი, რომ ანუ აი აქვს ცხოვრებაში არ გამოფხიზლებულა რა და მეთქი მოიცა ხა როგორ ანუ ეს მართლა ფხიზელია და
დაურეკე, შევხვდი. მეთქი, ანუ ეწევი, არა, არ ეწევიო. და გამოვკითხე და ტიპი გაღიმებული დამხვდა, სრულიად ფხიზელი და მეთქი, ანუ იქ ვიყავი და რა ხდება თქო იქ და კიდე კაი არ მითხა, არაფერი არ მითხა, ანუ ვერ მოგიყვებიო ხა, უნდა მიხდი. იქ სად? იყო გამოსავალში. და კიდე კაი არ დამიწყო მოყოლა, იმიტომ რომ აი ხვდები ხა რომ მოუყვე ადამიანს რეალურად იქ რაც ხდება, შეიძლება მეთქვა, მეფიქრა რომ ამან მე როგორ უნდა მიშველოს. ლაპარაკმა და წერამ როგორ შეიძლება მიშველოს, ან ამან როგორ უნდა მასწავლოს რა. უბრალოდ ისეთ სკერზე ვიყავი რა, იმდენად, ანუ კოდი გამოცდილი, დაფიცება, დაგინება, ყველაფერი გამოცდილი, არ მიშველა და მივხვდი რომ ბოლო შანსია რა. და აი როგორც აი ხუთოსანი ბავშვით ესე რვეული მქონდა და ესე ზაოდ კრავად, ესე სახლიდან მივდიოდი იქ, მერე უკან სახში ბრუნდობდი და ესე აი ჩახუტებული რვეული მქონდა, გავსუქდი და ფიქრობდი რომ მეთქი ნუ ალბათ ეს არის ჩემი ცხოვრება, всё რა, მორჩა ეს რაღაცა სცენა და მუსიკოსობა და რაღაცა რა, შევეგუერო, მაგრამ მეთქი მე რა, სამეგიეროდ ბედნიერი ვიქნები თქო რა. რა თქმა უნდა, ძალიან მალევე ისე ფორმაში მოვედი, რაღაცა გავიღიმე, რაღაცა ეს რეული ხა კი დღემდე ვწე რაღაცეებს რა. იმიტომ რომ აი როგორ ხვდები რა, რომ ჩერდები, მუშაობ, აი ძალიან მარტივი იყო რა. ჯგუფში ხო ვიყავით რა. ვინც წერდა, ის ფხიზელი იყო, ვინც არ წერდა, ყველას რივში წავიდა რა. ყველას ჩავარდა ქონდა ეგეთი. თუ შეგილია რომ გაიხსენო, თქვათ რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტოპ 3 ინსტრუმენტი, რომელიც გამოსავალში ისწავლი და დღემდე იყენე. აი გითხარი, მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვაფშე არაფრის მადლიერი არ ვიყავი და თავიდან რომ მითხეს მადლიერება დაწერო, ვიტყუებოდი, ანუ თუ არ ხარო მადლიერი, ანუ არავის და არაფრის მადლიერი არ ვიყავი საერთოდ რა. და ვატყუებდი თავს, ვაპროგრამირებდი ჩემ თავს რა და მე რაღაც დროს ვიგრძენი რა. გაიღო მიხო რა. იგივე ლოცვასთან რა. არ ვიყავი რა მორწმუნე რა. და ერთ-ერთმა ჩემმა ანონიმურმა მეგობარმა მირჩია რომ მოიტყუეო. აი პროსტა ილუციო და მე ერთ დღესაც იპოვა დანიშნულების წერტილი. ხვდები ჩემმა ლოცვამ რა. უბრალოდ მართალი გახდა რა. ხო. ანუ თავიდან უნდა იმიტომ რომ ლოცვა, მადლიერება და მესამე ბიჭო მედიტაცია რა. მედიტაცია რა თქმა უნდა ეხლა ესე პირდაპირ არ არის პროგრამის ნაწილი, მაგრამ რაღაცები არის რა, რაც შველი ეხლა პრინციპში ლოცვა მედიტაცია ძალიან ახლოს არის. დახმარების თხოვნა. ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ვიღაც მეგობარს დაურეკო ან ვიღაც რომ მიჭირ დამეხმარე. ან არა აქვს მნიშვნელობა, უბედურ დღეში არ უნდა იყოს. პატარა პრობლემა მაქვს რა, შენ გულისხმობ ისევ გამოჯამთელებაში მეგობარს? კი, უფრო ეგ, მაგრამ დახმარების თხოვნა. ჩვენ სულ გვიტყდებ, მე სულ მიტყდებოდა რა, იმიტომ რომ კაცი ვიყავი და არა ბიჭო რა დახმარება ჩემით გამოვცვლი პატრიშკაში რა ანუ ეს გადატანით რა ხო ხდები რა შენ გითხოვია დახმარება ოჯახის წევრებისთვის? კი ყოველთვის მე ეგ აი გქონდა რა პირველად მიშველეთ დამეხმარე აი მიშველეთ დამეხმარეთ დედა მამას უთხრათ რომ მე ეგ არ იცოდა იმას საერთოდ რომ მე დრაგებთან ახლოს ვიყავი და რა თქმა მიქონდა რომ მე რო გავიგო შენ დრაგებიო, აი გადაგასხაო ბენზინსო, მეც გადავისხაო, რა ცეცხლს მივცემო, დაგჭო და ისე კარგად გქონდა ეს ნათქვამი რომ მიშინოდა რა. ხო. და როცა მივხვდი რომ აუჩი უკვე მოტოციკლით კი ამ წავიქეცი, მაკიმარე და მოტოციკლი ამ დავილეწე რა და სახში მივედი და მეთქი ჩემ თავს რომ დიალოგი მქონდა რომ თქი რას გიხმში ჩემო და რა უბედურება და რა ვქნა ფულიც აღარ არის უკვე ხვალინდელზე ვეღარფი და დედა მამას უთხრა ხტები ის ხვა მინდა იქიდან ის ხტები რა ვქნა უთხრა ზურას არა ჯობია არ უთხრაო შენ წადიო შენ ცოტა დარჩიო მე ვეთყვიო და მე რეაქციისგან გამომდი დაგირეკავ გეტყვი რა რეაქცია ქონდაო და აი ესე შევაპარე მამაჩემს მიშვილი ეხა ცოლიც ახსენეთ რომელ ცოლთან დარჩა მაშინ პირველი ცოლი მყავდა აი და აი სასიყვარულო ურთიერთობებში რა და მე შენთანაც ეკითხო მიქნება ნარკოტიკმა რა მოგიტანა რაში გეხმარებოდა
ამ პირად ურთიერთობებში და მე რა დაგაკარგინა. ეს ერთნიშნულად მე ვერ დავარქმევ ამ კონკრეტულად ამან. იცი რა, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო რა, სულ იყო ჩემთან ერთად. ყველაფერი რაც კარგი და სული მახსოვს, ყველაფერი ამასთან ერთად მოხდა რა. რა ბევრი რაღაცა ამის დამსახურება იყო. იცი რა, ეს უფრო სტიმულატორი იყო, რომელიც რაღაცებს მე სხვანაირად მაჩვენებდა. მაგრამ ამავე დროს ოჯახების დაანგრევის ერთ-ერთი მიზეზიც იყო ისეთი გიორგი, რომელიც ამის ქვეშ იყო რა. ხო და ქონია თუ არა, შენ ქონია თუ არა მცდელობა, რომ აი მეორე ნახევართან გელაპარაკა, დახმარება გეთხოვნა და ერთად ცდილობდით, რომ გამოსავალი გეპოვნა. კი, აი ანის მე და ანი, კაროჩე ანი მაგრად ამეხმარა თავის დროზე, აი ყველა დაჟე მამაჩემმა თქვა რომ მორჩაო, ამას აფერი არის შეიძლება მახსოვს ეს თქვებით, აი საშინოდ ელდამეცა და ერთ-ერთი ანი იყო რა, ვინც კაროჩე მოდი რა ჩადოთ რაღაცაო და გაჩვით მიშოლა რა, აი ისე კარგად მითხრა რომ ვიგზენი რომ მეტი არავინ ჩემსკენ არ არის, აი ერთადერთი ეს ადამიანი იყო რა. მეორე ნახევრის გვერდში დგომა მოხმარებაშიც მნიშვნელოვანია და გამოჯამთელებაშიც კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ანუ უმნიშვნელოვანესია ხა რა. მოხმარებაში იმ ხრივ რომ ან მიგიყვანს გამოჯამთელებამდე ან არა, ჩემ შემთხვევაში საოცარი ადამიანი მყავს გვერდში და პირველად მახსოვს კონსულტაციაზე რომ მივედი გამოსავალში, ესეთი რაღაცა მითხრეს, რომ კაროჩე ჩავარდნის 70%-ო თანადამოკიდებულის ბრალიაო რა. უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაცა მომიყვა და მარტო ეგ გავიგე. ოღონდ როგორ გავიგე? ეს სახში მივედი და ლიკას ვეუბნები, კაროჩე რამე რო იყოს. ისინი შენ ხარ დამუშავე. ხო, თანადამოკიდებული, ანუ რა მაყურებლისთვის რო განმარტოთ არის დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრი, დედა, ძმა, და მეუღლე და ასე შემდეგ. და ქონია თუ არა და მათ შორის შვილები, როგორ ფიქრობთ, შვილების შემთხვევაში ხარ, შეიძლება პატარები არიან, არის თუ არა შანსი იმის, აი მე მახსოვს რომ ერთ-ერთი სირთულე რაც გამოჯამთელებასთან ახდა, კი არა მოხმარებას, რომ ეს არის შვილებზე აპელირება რა, ანუ ყოველს ხონია რომ აი შენი შვილმა რო გაიგოს, მე შენ, აი რაღაც ესეთი რაღაცა რა. გინდა მოგიყვე. გაიგო თუ არა, როგორ გაიგო და როგორ მიიღო, ის რომ შენ შეიძლება მოხმარებაში იყო. აი, მაგასთან არანაირ კავშირში არ არის, ჩემთან გაიგო, არ გაიგო, ყველაფერი იცოდა, ყოველთვის ეგეთი ტიპი ვარ, არ უმალავდი არაფერს და ეს არის ჩემი მინუსიც და პლუსიც. მაგრამ ჩემ შემთხვევაში მოხდა ერთი მაგარი რაღაცა რა, ცუდი რაღაცა, რომელიც კარგად გამოვიყენე მე. მესამე სულს დავშორდი და დამჩა, აი ზუსტად ამ ხელში ეწეოდა ორივე. 4 თვის გოგო და წლის და 2 თვის ბიჭი. ორივე პამპერსებში. და მარტო ვარ, ვინც ამ 2 არის გეომეტრიული პროგრესი იზრდება, 1 და +1 არ არის რა, 2 არის 4 ბავშვი რა ჩათვალე. სხვა და ორივე ტირის, ორივე პამპერსები, ორივეს გარე სხვა უნდა ჭამა უნდა, რძე გაუკეთე ყოველ 3 საათში იმას, ყოველ 2 საათში ჭამა და კაროჩე ამაზე გადავიტანე. რაღაცა გავრემში რობოტი გავიჩითე რა, ამ 2 ბავშვის გაზდის პონჩი, რაღაცა სისტემა გამეჩიტა ავტომატურად. აი გამოუვალ მდგომარეობაში გავიჩითე 2 ბავშვით, ცოლი წავიდა და 2 ბავშვი მყავს და ამას სხვა გზა არ აქვს. დედაშიც ვერ ალბათ არის ვერ ფიზიკოდ ვერ აიყვან ხელში ჩემთან და დღემდე ასე გავზარდე 2 ტიპი, ისე ერთად გძინავს და ამან ძალიან დიდი ძალა მომცა რომ ვაფშე ეს ნაბიჯი გადამედგა რა, მიხდი? ეს ძალიან მაგარი რამეა რა. ის კი არა რომ ამათ დაუმალო და რაღაცა, ამათ გამო. იმიტომ რომ ამათ გამო რა, მეტი არავინ არ არის, ვინც ამათ პამპერს გამოუსწრის, ვინც არავისთან არ იძინებენ, არავისთან არ ჭამენ, არავისთან არ უნდათ. ანუ ბავშვების мотиваციით დაწყებული ყველაფერმა იმუშავა ჩემზე კარგად. ჩემ წისქვილს დაასხა წყალი. აი ხშირად გაგვიგია, შენ შემთხვევაში ყოფილა გარე мотиваცია ეგეთი მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანის გამო დაგიწყია, თქო გამოჯამთელება. რა თქმა უნდა, პარტნიორი და ბავშვები, მაგრამ არ მქონდა მაგის რესურსი. ანუ ძალიან აი გულწრფელად მინდოდა რა, აი წირილამდე მივდიოდი, აი ხვდები აი მართლა აი რას ვევედრებოდი, არ ვიცი უკვე კაროჩე რა და აი ესე ვიჯექი რომ всё აღარ ვიცო და
აი კინოში რო არის, ხო და უცებ ვიღვიძებდი რაღაცა ბაიძზე უკვე მირთმეული რა. აი, ვაში არ მახსოვდა როგორ მივედი იქამდე რა. არა დამოკიდებული. იმიტომ რომ შენ აღარ ხარ რა. მეგობრები, რომლებიც ყავდნენ, რომლებიც არ მოიხმარდნენ და მე ხო რაღაც შორდები და სხვა წრეები ჩდება. აი, მათთან თუ გისაუბრია, რომ დახმარება გჭირდება. არა. თუ ეუბნები ყველას უმალავდი, ვინც იცოდ ხო გითხარ, ანუ ვინც იცოდა ვარიდებდი თავს რა. მაგრამ არ მევასებოდა. გამოჯამთელების ამ ეტაპზე ეს ურთიერთობები აღდგა? კი. შენ შემთხვევაში? ბიჭო, მე უფრო აღდგა რა ძალიან ბევრი რამე დავიბრუნე რა. აი მე ჩემს მიმართ სხვანაირი ხედვა დავიბრუნე. აი სხვანაირად მიყურებდნენ ტიპები რა, თეატრში თუნდაც რა. ძალიან უნდობო, არ მენდობოდნენ და ეხლა რაღაცა გესმის აი ეგეთი რაღაცის მერე მოკლედ უფრო იმსახურე პატივისცემას, ვიდრე უბრალოდ ჯანმრთელი ადამიანი ხარ ბავშვი. ნამდვილად და მე როცა ეგ მონაპოვარი ხელში გიჭირავს ძალიან ამის დაკარგვა ძალიან აი არარსებული თემაა. აი რავი, კიდე მინდოდა ამ თანადამოკიდებულებზე უცბად რომ ვილაპარაკოთ. დედამ როგორ მიიღო ის რომ შენ ხარ დამოკიდებული? უიმე, ეგ ძალიან დიდი ხნის მიიღო და გასაშინელება მოხდა და ნუ დედაა რა, დედა ყოველთვის ბავშვი არ მიგატოვებს, ეგეთ მომენტია, მაგრამ სულ ასე არ ჯეროდა დედა ჩემს, კაროჩი ბოლოს ეგეთ რამეს გავაკეთე. აი დღეს ვხედავ უკვე დედა ჩემს იმ პონჩში რაღაც ამაყი არის, რომ აი მეზობლებო. აი თუ არა. აი თუ არ შეძლებიათ. და ეგ მაგრამ ისწორდება, რა. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ თქვენი აზრით ჩვენი შვილებისთვის რომ სწორი ინფორმაცია გქონდეთ როგორ უნდა ველაპარაკოთ ანუ რა საპირებ აი რაღაც ეტაპზე თუ დადგა ამის საჭიროება მოვიდა და შეძლებ თუ არა რომ რაღაც დროს ანუ უცბელად დაელაპარაკო და უთხრა რომ ხო ანუ მე ვარ ადამიანი სამყაროში 8 მილიარდი ადამიანიდან ვიღაცას აქვს დიაბეტი ვიღაცას აქვს ედიქშენის პრობლემა ის რომ შენ ახლა საჯაროდ ლაპარაკობ, ალბათ მაგის აწინდარია, რომ რა თქმა უნდა, საკუთარ თავს თუ გამოუწვი და რაღაც ესე ზოგადად საჯაროდ საუბრობ, რაღაც დროს დაელაპარაკებ. თუ გიფიქრია, მიაყენე თუ არა რამე ტრავმა შენ შვილებს მოხმარებით. რა თქმა უნდა მივაყენე. და როგორ შეგიძლია რომ ახლა გამოისყიდო ან რასაც რა თქმა უნდა მივაყენე, იმიტომ რომ შეიძლება ესე პირდაპირ ვერ ხედავდნენ, ან ხედავდნენ. მაგაზე არ გილაპარაკია დამი არის 12-ის, კოსმო 15-ის და ნუ არც ისე დიდები არიან რა, ეხა თუმცა ნუ 15 უკვე ბევრია, მაგრამ ნახე გძნობდნენ ამას, შანსი არ არის, ამ ნევროსში გაიზარდნენ, ხვდები? ანუ აი მამა სულ სპორტშია, სულ უნდა გაიქცეს სადღაც, ან კაი ხასიათზე, ან ცუდ ხასიათზე, მაგრამ აი ბავშვებსაც ხო უყურებდი ეხა ეს 3 წელი რაც გამოჯამთელებაში ვარ, სხვა ადამიანები არიან. ჩემზე ძალიან შეიცვალა. მე იმდენად არ შევიცვალე, რამდენადაც ჩემი შვილები შეიცვალა. და ვარ ცდილობ რომ ვიყო ძალიან გულწრფელი. იციან რომ ფხიზელი ვარ, იციან რომ გამოფხიზდი. რა შეიცვალა? ხდები არ მომიყოლია რა, ჩემი ცხოვრება რა, მაგრამ იციან რომ რაღაცა პრობლემა მქონდა და ეხა ფხიზელი ვარ რა. და აი ყოველ საღამოს როცა ჩემთან რჩებიან გულწრფელი საუბრები გვაქვს აი ბოლომდე ხო აი ვცდილობ რომ მოუყვე უხერხული რაღაცეები შემთავაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის რომ ჯანსაღი ურთიერთობა ხო ტყუილის გარეშე აი როგორც ხო რა ბავშვს ვერ მოვატყუებს სულ რომ გასკდე ის იგრძნობს რომ რაღაცაშია საქმე შანსი რომ ძალიან კარხასიათებს საჩუქრებით რომ მიდიხარ და ზემოთ რომ უნდა ააგდო და ძალიან მოეფერო და აწვალო და გონია რომ ამით ახალ თავარი მაინც რა არის ის ბავშვისთვის ბავშვი თან პატარა საერთოდ სანამ ბავშვია 15-ის აღარ არის ბავშვი რა მაგრამ ნუ აი 12-მდე ბავშვია მაინც copy face აკეთებს მშობლის აი შენ კი ამე რაღაცა კი უნდა ასწავლო ბავშვს პროსტა შენ უნდა მოიქცე რაღაცნაირად რომელიც უნდა იმან გადაიღოს რომ მოერე თავისად მოირგოს როგორც შენ იქცევი ჩათვალე რომ ამას მაგალითს აძლევ ბავშვს რა ზუსტად და ერთადერთი საუკეთესო რაც შეგვიძლია შენ გავაკეთოთ არის ეგ რომ ეგ მაგალითი საკუთარ თავზე განცდილი მაგალითი ვანახო ვერიზა უბრალოდ მთელი ცხოვრება მამა ჩემი დაძდევდა რომ ნარკოტიკი ცუდიაო ანუ არ სხვა გზა ვერიზაო რა ხოლო საკუთარი მაგალითით ისევე როგორც ჩვენ შვილებს ჩვენ მაყურებელს
სხვა ადამიანებს, მეგობრებს, მათ მეგობრებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მართლა ჯერ ერთი პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, რომელიც ძალიან ძიმე სტიგმებით არის დატვირთული მოხმარების მიმართ, ხო რაღაც ძალიან ნეგატიური წარსული აკავშირებს საქართველოს და თბილის ნარკოტიკთან მიმართებაში. რაც ალკოჰოლზე ხარ გვილაპარაკია და ალკოჰოლი ცოტა უფრო რომანტიზებულია და ოკეია და ჩვენი წარსული და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც და ამ ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე, სადაც ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა 100-ჯერ არის გაზრდილი. ახალ თაობაზე და შვილებზე ვლაპარაკობდი და მათში ძალიან ხელმისაწვდომია და აი ეს პოდკასტების სერია პირველ რიგში პრობლემის კუპირება და არ განვითარება ხდება, იქ სადაც ამაზე ლაპარაკი არ მიდის. და ის რომ ჩვენ ამაზე ღიად საჯაროდ საუბარს ვიწყებთ, მგონია რომ ძალიან არაერთი აგურია, არამედ დიდი ბეტონის ფილა არის დადებული, რომელზეც შეიძლება რომ მე დაშენდეს ის პატარა აგურები რა. ის რომ საჯარო პირები ხარ და შეგიძლიათ ამაზე ღიად საუბარი, ესეც უნიშნელოვანესია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შენ გიყურებს რომ ვიღაცისთვის ხარ მაგალითი, საყვარელი მსახიობი, მუსიკოსი, სცენაზე გნახავ და მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავის გზა აქვს, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რომ უკარო მოვიხედავთ. აი ეს გამოცდილება რო ქონდა, მე რა გავაკეთე ამ ქვეყნისთვის, ამ თაობისთვის, მინიმუმი ის რომ ვილაპარაკე ამაზე საჯაროდ, ხო? და არც სასირცხვილო არ არის და მე მგონი პირიქით ძალიან საამაყოა. კი ბატონო, 100%-იან გეძახობდი, მე ამაყებ ამ გადადგმული ნაბიჯით პირადად. და მე მგონია რომ იმეც ვაძლევ ძალიან ბევრ ადამიანს რა. არა, რავი, მე რო ესეთი გადაცემა მენახა, როცა მოხმარებაში ვიყავი, გავგიჟდებოდი სიხარით, აქ შემოვარდებოდი შუა ჩაწერის დროს ალბათ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. პირველ გადაცემაში სტუმრობისთვის, მადლობა გულწრფელობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განწყობაში თქვენ შემომიერთებით, რომ ამ თემაზე ღიად საჯაროდ საუბარი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ამ ქვეყნისთვის რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ნარკოტიკების მიმართ ხელმისაწვდომობა გაზრდილია და გამოჯამრთელების პოპულარიზაცია ისე არ ხდება, როგორც საჭიროა რა ამ პრობლემასთან შედარებით რა. ამასთან ერთად ჩვენი წარსული არის დახუნძლული, აი დიდ ტვირთად მოყვება აი ეს სტიგმა, რომ მომხმარებელი ადამიანი არის ცუდი ადამიანი, ანუ ცუდია, ყველაფერი ცუდი იქ არის და აი ამ ჩვენს საზოგადოებაში ცოდნა იმისა, რომ ეს არის დაავადება, რომელსაც ჭირდება მკურნალობა, მართვადი დაავადებაა რა და გამოსავლის გზები მართლა არსებობს, თავარია რომ ადამიანმა დახმარება ითხოვოს, აი ამაზე საუბარი საჯაროდ არ ხდება. თქვენ რო ხართ ცნობადი ადამიანები, გონია რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება სტიმული იმის, რომ მართლა ამ გზას მოუბრუნდეს და არაფერი ამაში არ ტეხავს, თუ ვინმეს ეს პრობლემა აქვს, გოგოების, ბიჭების შემთხვევაში, ალკოჰოლი, თამაში, ნარკოტიკი და ასე შემდეგ. მოკლედ, მადლობა გულწრფელობისთვის, მადლობა რომ რაღაც ასე მსახურობთ და ასე აბრუნებთ სამყაროში იმ ვალს, რომელიც გამოჯამრთელების რაღაცა ვალია, იმიტომ რომ მეც შეგზრება მაქვს, რომ ამაზე საუბრით, ვინარჩუნებთ მინიმუმ ამ მდგომარეობას და ამ პოზიციას, რომელიც გვაქვს და შენზე ვამბობდი, მინდა რომ მართლა გულწრფელად რომ გამოსავალში დაგპატიჟო და აიღო ნებისმიერი იქ ნახავ ადამიანებს, ვინც 1-დან 15 წლამდე სისუფთავე აქვთ, ჩვენ ეს ტექნიკები ვიცი და მინდა რომ შენს აი თუნდაც დაწერილი რეკომენდაციები და რაღაცები ერთად შევასრულოთ ამ გამოჯამრთელებაში და გამოსავლის ირგვლივ რამდენი 1000 ადამიანის არის ფხიზელი დარჩენილი ამ თანამეგობრობის წევრიც შენს გახდე. მე ტატო არსებო? კი, არის, მაგასაც განახევთ და გიკეთებთ, კი. მოკლედ, მეგობრებო, გამოსავალი მართლა არსებობს, თქვენ უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და მგონია რომ ამ პოდკასტების სერიაში კიდევ იქნება შესაძლებლობა თქვენი სტუმრობის სხვა თემასთან დაკავშირებით და სხვა სტუმრებთან ერთად მეცოდინება რომ თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც ამაზე საუბარი ღიად შეუძლიათ. მადლობა გემშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე.